ხართ. მაგრად ეს თქვენი საფირმოა ხოლმე. მოდი სტუმრებს მაყურებელს შევახსენებ, რომ ბატონი პაატა ყოველთვის რეგულარულად ყოველ კვირას იქნება ჩემთან და ვისაუბრებთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ყველასთან მქონდა შეთავაზება და რამდენიმე სტაბილური სტუმარი, რომელიც ყოველთვის იმ ერთ დღეს კონკრეტულ დღეს მეყოლება, ეს უკვე დაალაგებული მაქვს, ამიტომ ბატონი პაატასი არის ხოლმე კვირა დღე. ბატონო პაატა, მოდი ვიცით რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ როგორც სამხედრო პირმა მინდა ახსნათ სოფლიოში ამ წუთებში რა ხდება. ახლო აღმოსავლეთი კი ბატონო, მაგრამ სოფლიოს ეხება უკვე ეს ყველაფერი და მარტო ერთ კონკრეტულ ქვეყანას შორის, ორ ქვეყანას შორის არ არის აქ ბრძოლა, ხო? როგორც თავიდანვე ირანმა განაცხადა, თუ კი ომი დაიწყება, ეს იქნება უკვე რეგიონალური, ამის ნიშნებს არა, უკვე აშკარად რეგიონალურში გადაიზარდა და მინდა თქვენი პროგნოზი გააკეთოთ, რა ხდება ზოგადად, რა სიტუაციაა. ახლა 19 წუთის წინ დაარტყეს ერაყს სამხედრო ბაზას თან უყურებ. break news-ი რო არის, ამას უყურებ თან, და ხო იცი, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროს რო ემთხვევა, იდენტური რო არის, ესე იგი ზუსტი. ერაყში სამხედრო ბაზებს დაარტყეს. მოკლედ ახლო აღმოსავლეთი ნელ-ნელა გამოდის, კარგავს წონასწორობას. გილოცავთ, ჩვენს რეგიონში დაიწყო რელიგიური ომი. არაფერი სხვა აქ მე როგორც გითხარით, ესენი ისეთ ცეცხლს დაანთებენ და მერე ოპა გავლენ. მერე აქ თქვენ დაჭამეთ ერთმანეთი, თავარი არ განვითარდეთ ეს ტექნოლოგიები რაღაცები არ დამეციოთ მე და ესე იომეთ კაცო ერთმანეთში. აქ ეს წლები გაგრძელდება. თეკლა ადრე ვამობდით ჩემი თაობა ვერ მოესწრება დამთავრება, საერთოდ აი ეს რაცაა დაწყებული უკრაინა, ახლა ევროპა ჩაერთობა ისა. ხო, ახლა მე გეუბნები, ვერჩელიშვილი ვერ მოესწრება ამ ომის დამთავრებას. რაც დაიწყო საერთოდ. ეს დამთავრდება, სხვა დაიწყება. ეს არ დამთავრდება. მოკლედ. ეხლა ნუ მოვიტყვეთ თავს. ეხლა რატო აგერ 1 საათის წინ დაატრიალეს რუსულმა სააგენტოებმა, აჩვენეს თბილისის კადრები, იმიტომ რომ ესე აწყობთ. ნუ ესე აჩვენონ, კაცო. ანახებენ ამ სოდომიტი ირანელების მიტინგებს, აქციებს. ესე უნდათ რომ დაინახონ, კაცო, შეიძლება არ დაენახათ, მაგრამ ესეა საჭირო უკვე რომ დაინახონ. ბატონო პაატა, ისიც აღნიშნოთ, რომ დღეს იმედზე გავიდა ეთერში გადაცემაში, რომ ამერიკის მხრიდან ალბათ დაიბარეს, თორე ესენი ხა ოფიციალური ვიზიტით ჩადის თელი მთავრობა. ამაზეც მინდა რომ თქვა. მივალ მაქამდე. ესე რო დაინახეს, იმიტომ რომ ესეა საჭირო უკვე დანახვა. მე ხო გითხარით წინა გადაცემაში, იქ ყველაფერი შეიცვალა მეთქი. თქვენ და ჩვენ უკვე მაგათვით ძალიან უცხოები ვართ მეთქი. არ გინდათ გაგება, თქვენ მაინც ხინკალი კაჭია პური დამიდე და გენაცვალეთ და პაშლივი ნახრენ, აი ესე გეტყვიან, კაცო. ის ჩემი თაობა იყო რაღაცას რო ახსენდა. ეხლა სხვა ომია, სხვა სფეროა, ახლა განახებენ კონცერტებს, კაცო. ხო, რავი, გაგი გიშველიან. ეს რატომ დაინახეს, იცი? საქართველოს ჩამოყალიბდა მხარეთ. საქართველოს არ არის ნეიტრალური. საქართველოს არ აქვს გატყუებს გეუბნებით ეს ხელისუფლება. არ არის ეს პრაგმატული ხელისუფლება და ჩვენ მშვიდობას ვინარჩუნებთ. ეს არ არის ეგრე გატყუებენ მეთქი ხალხო რო. არ გინდა დაიჯეროთ თქვენი ნება, ნუ დაიჯერებთ კაცო. გაქანდა საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში. ვეკითხები ხალხს, რა თემაზე უნდა ჩავიდნენ დღეს ამ წუთებში, როცა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლია დანთებული, ყველა ქალაქში, თურქეთის გარდა. ყველა ქალაქში ერთი ერაყი იყო გადარჩენილი და ისაც ჩაერთო უკვე. გეკითხებით რა თემაზე, აი გამორიცხვის მეთოდით რომ ვიმსჯელოთ, აი რაზე უნდა ილაპარაკონ, ეხლა იქ რო ჩავიდნენ. ეკონომიკურ განვითარებაზე,
აი რაზე უნდა იდეალო ადამიანის უფლებების რაღაცა ინვესტიციებს თუ აი ამიხსენით რაზე უნდა ელაპარაკოთ რაზეც ილაპარაკეს სიგნალი წამოვიდა და ნუ რა ვიცი თქვენინება ამ დროს გაგიკვირდებათ და აზერბაიჯანს სული მხარდაჭერა გამოუცხადა ისა მაიცა სული მხარდაჭერა გამოუცხადა თან მიუსამძიმრა პედეშკიას აი მოდი ხა შენ თქვი რაც გინდა რა ასევე თურქეთმა აი ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება თბილისში აქციები ამას ესე ქვია, ნუ მოიტყვეთ, თუ ხელისუფლებას არ უნდა ეს აქციები არ ჩატარდება, მოგიყვანთ მაგალით ბოლოს როდის ნახეთ უკრაინელი მოსახლეობის აქცია თბილისში. დამთავრდა, რატო იცი? აქედან რო დაუშტვინეს, რო უთხრეს, თქვენ მანდ იბანტი ნაროდ თქვენ მან პატარა ხوار გეკავებათ ერთი ადგილი შიგნიდან და დაიცა ეხლავეო რო შეუვარდნენ სასტუმროებში და კომპაქტურად ჩასახლებულ უკრაინელებს თქვენი დედას ვატირება ახლა დავაიაკიან დაახვიეთო ამათවත් ადგეს და თუ მოკლედ როგორც გამოხვალ და დეპორტი იქნება უკვე კიევშიო ამათ მაგის და დაახვიეს. გეკითხებით, ერთი წელი გავიდა, ვინმე გინახიათ უკრაინელი მოქალაქეების აქცია? ესე იგი თუ ხელისუფლებას უნდა ის არ ჩატარდება. რაღარ ირანის ესე ვთქვათ, სოდომიტების ირანის აქცია ტარდება, ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული. გაიგოს ირანის საელჩომეს, თუმცა იცის ჩემზე კარგად უკვე ეგა. იმიტომაც წამოვიდა სიგნალები ცუდი ჩვენ სამეზობლოდან. რა ფასაც გადავიხდით ჩვენი არჩევანია. ხო, რავი, აქ ვილაპარაკოთ, ვინ დაასანქცირეს იმედი თუ ისა და ასე შემდეგ. ხო, რავი, ნახეთ ბიჭებო. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ერთი რაც კაია საქართველოსთვის, ეს არის რომ ეთი გამახსენე რაო აქ რაღაცა ინვესტიციები უნდა არაბებსო რაღაცა უნდა თუ ვაი მაგათ პატრონს მაგათ დღეები ელოდებათ საუდის არაბეთმა ოფიციალურად შეუერთდა კოალიციას ბრიტანიის ამერიკის და ისრაელის ოფიციალურად შეუერთდა ალბათ ჩაერთობა ეგომში იქამდე არაფერი არ ეთქინა ამ ქვეყანას სანამ ეგენი მაგ ინვესტიციებს გააკეთებენ ჯერ თვითონ გადარჩნენ ეს რა თქმა უნდა გაახარებს ღმერთი ირანელებს ჩვენ მაგ შემთხვევაში რავი ახლა მაგას თუ შეგვიძლია დაუძახო გადარჩით იაბიც უმაგისოდაც კარგად შემოდიოდნენ და ყიდულობდნენ რა ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი ამ თვალით მეტნაკლებად შეგვიძლია დავინახოთ ის რა რომ ამ 6 მილიარდის რაღაცა სიგიჟე გადაინაცვლა კაიხნით ეს ომი არ დამთავრდება კაიხანი ამას ყველა ეგუება ბიჭო მე აღარ წავიკითხავ რა მიმაებს ხო ნუ აქ ბევრი ეპშტეინერი შემოდის ხო და ნუ როგორც არის რა წონასწორობა დაკარგული აქვს ჩვენ რეგიონს ნელ-ნელა ეხლა რაც რაკეტები გამოიყენა ეს იყო ძველი რაკეტები ირანმა ეს შაჰიდებიო ორი ბალისტიკა ის არაფერი ჯერ ახალი არ გამოუყენებია არც როგორა ეს ქართულად ანტიკარაბელნია რა აი გემსაწინააღმდეგო რაკეტები არც ჯერ ჯერ ყველაფერი წინ არა ჯერ კიდე ნახოთ არაფერი ამ ეს პანდორის ყუთი გაიხსნა ეხლა ტრამპი ავრცელებს რაღაცა სიგიჟებს ირანს ჩემთან მოლაპარაკება უნდაო აი შენს პატრონს ამ დროს ირანში ჯიხადია გამოცხადებული ეგ მაგრამ მართლა დებილი ყოფილა რა
ნუ ცუდი ის არის, რომ ჩვენ რეგიონში ხდება ეს ყველაფერი. არავინ აღარც მალავს. რაღაცა, რა ვიცი, ადრე რაღაცებს მალავდნენ, იქ მოქონდათ რაღაცა გაეროს უშიშროების საბჭოზე ესე ანახებდნენ, აი იქ საშიშროება არის. ახლა მაგას არ ლაპარაკობენ. აი ესე რა ბესპრიჯელია წასული. ბესპრიჯელი. დადგე ჩვენ აქა და რა ვიცი, აი შენ ვის ხარესა ხარ? მე იმის ხარესა ვარ, შესაწყალო შენ. შენ ვინა ხარო? საერთოდ ქვეყანა გააქვს. რა ქვეყანასაგან გაიარე რუსთაველს და გადახებ, კაცო. აი ეს ვართ ჩვენ, კაცო. სხვა რა გითხრათ ისეთ ეგლა? ყველამ კარგად იცით რაც ხდება. ფასს გადაიხდით მე არც არაბის და არც პაკისტანელის და არც ინდიელის და არც ამერიკელის გულში მე აქ რამე ომს არ დავიწყებ კაცო. ომში კი არა, ვაფშე ხელს არ გავანძრევ კაცო. ვისთვის გავანძრიო? მილიონერებისთვის? იქ ამერიკაში უდარდნენ იმათვის? არაბებისთვის? ვისიც არის და ვისაც უნდა იმან გაანძრიოს ხელით და რავი თუ გინდა კამერა ესე დაიყვირონ. აბა ქართველო ხელი ხმალს იყარ და ჩვენ სამშობლოს დაუთმობთ. რაღაც ლექსები ხო აქვს ამ რაღაცებს რაღაც სიგიჟებს. და რა ვიცი, ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი და ბახ, მოიკავე თავი. მოვა. აი ესეთ სიტუაცია, ეგ არაფერი კაი. ომი დაიწყო კაი. მოდი ახლა სიღრმეებში ჩავყვეთ და მოვაყოლოთ რა ტერიტორიები ახლა მუსავთვის რომ ქვეყნებშია დარტყმები, როგორც ახლა აკვირდებით თქვენ ყველა პროცესს და ყველაფერს თქვენსავით ყველა ვერ უყურებს, იმიტომ რომ თქვენ მთელი დღე ახლა დღეს დაგირეკეთ, ჩამჯდარი იყავით და ისევ ინფორმაციას უსმენთ. მთელი ეხლა წაისო ერთი რამოდენიმე სააგენტოა ველოდები სად რომელი დაარტყავს. რა ვიცი, ყველა ჩაებმეო ომში. ყველას წინააღმდეგ ომში ჩაერთვება. აგერ თქვენ აგერ მე. თქვენ გონიათ აქ არ გადმოინაცვლებს ომი? ვინმეს გონია რომ აქ ასე დადგებით და აქ რა ქვია დიდი ხანი აქ რუსთაველზე დაიწყებ ცირბილს და აქ რაღაცა TikTok-ში წერა და ეს დაარიჩქაროთ კაცო. და მალე გაგახსენებთ ჩემს სიტყვებს. სურო თქვენ ხელი არ გაანძრიოთ და სახში იდგეთ თელი საქართველოს და აი ესე ხალხი არ გავიდეს მაინც დაიწყება. მაინც დაიწყება კაცო აქ იციან ბრიტანელებმა ეს როგორ უნდა მოხდეს, საიდან რა უნდა გაფრინდნეს. ისე რომ ქართველს არც გეწოდინება შენ ტერიტორიიდან რა გაფრინდა. ხო არა ბიჭო იქ ჩვენაირად დებილები კი არ ზიან იქა. თქვენ საწყლებოდ თქვენ ამერიკული ბაზები სადაც არის იქაც ყველგან ჩაყარეს რაკეტები. ინფორმაცია აჭიროა კავკასიის აფეთქება, აფეთქებენ, კაცო. აფეთქებენ. საწახვალ. თქვენ კი არა დალნი ვოსტოკში ის აფრენენ იმას, რა ქვია, დრონებს. რა ეხლა არ მითხრათ რომ უკრაინა და დალნი ვოსტოკში დრონები მიფრინავს? რა სისულელია, კაცო. ყველაფერი წინ გველოდებათ, კაცო. ყველაფერი წინა გაქვს. მე რა გითხარით? მე დადექით და თქვით რომ ამტკიცო და ჩვენ არ ვიყავით ეს პროვოკაცია იყო, ავანტურა იყო, დაპაშოლტი ნახრენ და всё. არავინ შენ არც გეკითხება, შენ იყავი თუ არა. ესია საჭირო და მორჩა. შენ იმიტომ ხარ მხარე. უკვე აირჩია მხარე და ამ სიტუაციაში ჩვენ ქვეყანას ამის ფუფუნება არ გქონდა და არ უნდა გამხდარიყო მხარე. გონდა, არ გონდა, შენი არჩევანი არის მხარე. შენ არ ახარ ნეიტრალი, შენ დაჟე არც კი ეცადე რომ ნეიტრალური დაგეტო და ყოფილიყავი. ბიჭო ეს სავაგიათო ვიღაცა მოაშორე რა, ისეთ ეგლა. ეს აქანებული ლიბერასტი ვიღაცა არის შემოვარდება, ვითომ რაღაცა ჭკვიანობს ამბობს კაცო და სიგიჟებს წერს რა. ბატონო პატა, 2 წამს წაგართმევთ რა, მინდა ძალიან გავცე პასუხი რამდენიმე 473 ადამიანი გვიყურებს და მოიმატა კომენტარებში უარყოფითმა ტექსტებმაც, შემოგვარდნილებიც, ფეიკებიც და ასე შემდეგ.
ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ მიჩვეული და ახალი ხართ ჩემს სტრიმზე და პირველად შემოხვედით, გაითვალისწინეთ, რომ ჩემთან უწმაწური სიტყვებით კომენტარები იბლოკება ეგრევე. და ნუ მიქმნით იმის გარემოებას, რომ მე ვერ მივაქციო ყურადღება საქმეს, ვერ ვკითხო რაღაც სტუმარს, იმიტომ რომ თქვენს კომენტარებს როცა ზრდილობიანად არ შეგიძლია არც პასუხისგაცემა ადამიანზე, არც კომენტარი, არც პოზიციის დაფიქსირება, ეგეთი უზრდელი მაყურებელი მე არ მჭირდება და არც მყავს ხალხო და თუ კი ახლები ხართ და არ იცით რომ ზრდილობის ფარგლებში ხდება აქ საუბარი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ასკროლის ფუნქცია აქვს ამ სივრცეს. ბოდიშით ბატონო პაატა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომიწია უკვე და ზრდილობიანად წერეთ კომენტარებში ერთმანეთსაც ნუ წაეკიდებით, სულ მაგას ჩხუბობთ, დავჭამეთ ერთმანეთი და აღარ დავჭით ხალხო. იმის გამო რომ პოლიტიკური რაღაც განსხვავებული გქონდეს აზროვნება ადამიანებს, პოლიტიკაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, ერთ ოჯახში ვერ არის ხალხი ერთ აზრზე. ხო და ცოტა ისწავლეთ ის რომ სხვისი აზრის პატივისცემა. როგორ შეიძლება ეს? თეკლა, მთელი შენი სამეზობლო არის შიიტები. თურქების გარდა. შენ როგორ ფიქრობ პანკისელებს, აზერბაიჯანელებს? ნუ უმეტესობას. არ ეთკინათ ეს სულიერი ლიდერი რომ მოუკლეს? თქვენ რა გონიათ ესენი ესე გაატარებენ ხალხო? მართლა ესეთი სიდებილეში ვართ ხალხო? მართლა ვერ აცნობიერებენ ეს ხალხი აქ რა პროცესია დაწყებული ჩვენს რეგიონში? ჩვენს რეგიონში, კაცო. და ვიღაცას გონია ეს მალე ახლა კაცო 1-2 თვე და დამთავრდება. რავი, ესე გვეგონა უკრაინაზეც. მე-4 წელია მიდის და ჯერ არაფერი ომი არ დაწყებულა კიდე ერთხელ გეუნებით. არც იქ დაწყებულა ჯერ, ეხლა იწყება წონასწორობა, აკარგინებენ ახლო აღმოსავლეთ, აი წონასწორობას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული იშოვეს მაგ არაბებმაც, მაგ სამყარომ, ტექნოლოგიურად განვითარდნენ. ამიტომ ვიღაცებს ეწეოდნენ რომელიღაც სახელმწიფოებს, უკვე პრეტენზიულები ხდებოდნენ. გაიგეშენ? ამერიკის მტრებს, რა ვიცი, ცხენებით აცილებდნენ, თავში აუვარდათ, ისინი ესე ფიქრობენ, კაცო. ხო და აქ რო დაერევით ერთმანეთს, მე კაცო, მე თქვენ რომ მე განვითარდებით, მაგას 100 წლები უნდა, კაცო. მე კი ოკეანის გაღმე ვარ. ამიტომ ესე არ დამთავრდება. აგერ თქვენ და აგერ მე. კიდე ერთხელ გონები, სულ რომ საქართველოს ასე ყველა ქართველმა დავიწეროთ შუბლზე და ესე ვიაროთ, ჩვენ არ ვერევით ნეიტრალური ვართ, შენ არავინ არ გეკითხება უკვე. შენ ნეიტრალური ხარ, შენ პოზიცია გაქვს საერთოდ თუ რა? რამე ძალა გაქვს? რამე შეიარაღებული რაღაცა გაქვს, რომ თავი დაიცვა, რამე დაზვერვა გაქვს? ერთი ჩვეულებრივი და დღეს გარბი ხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ არ გინდოდა, როგორ კი არ გინდოდა, გინდოდა, კაცო. შენ გინდოდა, შენ აქ აქციებს აწყობინებ. ამას უყურებენ, კაცო, ჩვენი საქართველოს მოქალაქე შიიტებიც. მითი სულიერი მამა მოუკლეს. ო, რა ვიცი, იცინეთ, იმხიარულეთ სანამდროა. მე ნახოთ ვინ გაიცინებს. აბა თქვენ მოგეწონებოდათ კათოლიკოს პატრიარქი რომ მოეკლათ მუსლიმებს? თქვენ მოგეწონებოდათ? აი უყურე თეკლა აი ეს ხალხი ვინც იცინის საქართველოში კი არ ცხოვრობენ. ესენი არიან გალიბერასტებულები. ამათვის ოღონდ ქვეყანაში აი ეს ხალხი რო დარბიან აი რუსთაველზე შერაგონია რამე რომ მოხდეს ესენი რას იზამენ? შენ გვერდზე დადგებიან ქვეყნის დასაცავად? ტიპები წერენ ღმერთო იმის წყალი გადმოგვესხასო თუ რაღაცაო რა აი ხდები? თეგლა სადა ვარ ხედავ? ამიტომ ხანახან კი ვფიქრობ რა ნეტა ღმერთო მართლა ესე მოხდეს რა. ეთქობა ამოწურა ამ ქვეყანამ თავის არსებობის ფუნქცია უკვე კაცო. მიაღწიეს თავისად. ბიჭო, იმიტომ რომ აი ხალხი ევროპაში გაქცეული ეს ლიბერასტია.
ნუ გეები რა, ეს ჩათლახები, პიდარასები რა, ესე ვთქვათ რა. აი საკუთარ დედაზე რო გაიწევენ. აი ეს ხალხი დღეს ეცინებათ, კაცო. ხოდა იცინეთ. მე ვნახოთ ვის გაეცინება ბოლოს. აქ ომი კიდე ერთხელ გეუბნები დაიწყო, რელიგიური ომი დაიწყო, რელიგიური. დაჟე ის ვასალი ქვეყნები იძულებულები გახდებიან, რომ რატო იცი ხალხია ქუჩაში, აი დამისახელეთ ნებისმიერი მუსლიმის სახელმწიფო, თუ გინდათ ალავიტური, თუ გინდათ სუნიტური, საცა ამერიკის საელჩოს არ უტევენ. ეგეთი ქვეყანა აღარ არსებობს ჩვენ სამეზობლოში. აქ სხვა ომი დაიწყო მეთქი და არ ესმით, აქ ეცინებათ კაცო ეფშტეინელებს. თან ამერიკის დროშები რო უყენიათ, ხო იცი ახლა რო იცინით და თან ამერიკის დროშა რო აქვს. წარმოგედგენია რადონის პედოფილი ტიპია როჟა. ფეხებს იმას არ კიდია შენი ტრადიციები, შენი ქვეყანა. რა ვიცი, ან ებრაელები არიან, უბრალოდ ურიები არიან. ფეხებზე კიდიათ მეთქი, კაცო. სადღაც არის ალბათ იქა და აი ასეა. მანდაც მიწვდება ხელი, კაცო, მაგათაც მიწვდებათ ხელი. ვერავინ ვერ გადარჩება აგერ თქვენ აგერმე. არავინ არ კითხავს. ნახეთ, მე დღეს ვნახეთ დუგინის განცხადებაც და ამაზეც მინდა რომ ისაუბროთ, თუ ნახეთ რა განცხადება. დუგინის განცხადება ვნახე და რას ფიქრობთ მაგაზეც რო თქვათ. უწოდებს თავის ხელისუფლებას რომ ჩაერიოს. ყველაზე ძალიან ეხლა ვისაც აწყობს ეგ ამბავი. აგერ დღეს ხوارი ყვირა. გინდა დაეხლა აი ხვალე საფირ იმაზე ბირჟაზე შედი და ხვალ ნავთობი იქნება $75 ბარელი. შენ აზე ხარ რა საქმე გაუკეთ ეს რუსებს? კიდე ათი დღე გავარ სანქციებში აღჩობენ და ასე შემდეგ. ახლა ნახავ რა ფხელა ფული შევარდება. ახლა თქვენ ნახავთ კაცო. და გიწერეს ხალი ხსნება ბირჟათანო. ხო, ხვალე, აგერ მოდი ვნახოთ, აი ექსპერიმენტი ჩავდა, აბა გამართლდება ჩემი ისა. 72 და 75-მდეა ბარელი ნავთობი. აი მოდი დამნიძრავდით და მე იცინონ, კაცო. აი ეს ხდება თაკლა. რელიგიურ ომი დაიწყო. ეს ქვეყნები აღარ გაჩერდებიან, ეხლა მე რო არა ვთქვა, იმდენი კადრები დევს ამერიკის საელჩოებთან თავდასხმების და ასე შემდეგ, კაცო. აგერ ნახავთ თქვენ თვითონ. ამიტომ აქ სხვა პროცესი დაიწყო. ნუ რაც თავარია ირანმა ყოველ შემთხვევაში 2 დღე გაუძლო. აი ნახოთ, მე მგონი რომ არავინ არ წააქცევინებს კიდე ერთხელ გავადასტურებ. არავინ არ წააქცევინებს ირანს, არც ჩინელები და არც რუსები. უბრალოდ თემა ის არის რომ ეგორი სახელმწიფო ჩინეთი და რუსეთი ემოციებით არ იმართება. არის კარიკათი არ იმართება რა. იმათმა შეაყოფინეს თავი რაც საჭიროა კონფლიქტში. და ეხლა იკითხონ კაცო უკრაინელებმა, ევროპელებმა. და მე რას გეუბნებით? აი ეხლა იკითხონ რა. ყველა საჭირო იარაღიც გადაცემული აქვთ. და ყველა საჭირო ისინიც უკვე მიცემული აქვთ ირანელებს. არაფერი, ნუ ესე ხდება კაცო. პირველი 2-10 დღე ესე ხდება. მე ვნახოთ. რო გადაიზრდება, მე რა მოხდება. აიგე, ვაიშეს პატრონს. ხალხის დამუქვას და დაბლოკვას ვეღარ ვასწრებ ბატონო პატა და მაგიტომ ვერ გერთვებით ხოლმე საუბარში, ფაქტიურად კომენტარებში ვარ 3 ადამიანი უზივართ და ვერ ვერევით, საგიჟეთია. ნუ ეფშტეინელები წინა იმაზე ეფშტეინელები რო შემოვარდნენ, რო ნახეს, რო 11000 კაცი გვისმენდა, ეხლა ადგნენ და აი ეხლა მithom რაღაცას ცდილობენ, აი მაგათ პატრონს რა. ეხლა იმის დრო აღარ არის მეთქი რომ ვამტკიცებდი რომ შენ ვისკენ ახარ, შენ ან ტრადიციულ სამყაროსკენ ახარ, ან სოდომიტური სამყაროსკენ ახარ. ან ხარ პიდარასტი და ეფშტეინელი ბავშვების პედოფილის მხარეს, ან ტრადიციული ქვეყნის მხარეს ახარ, რა, ტრადიციული სამყაროს მხარეს. ან უნდა აირჩიო, ან შავი უკვე რაღაცა შუალედური აღარ არსებობს. აღარ არსებობს.
საქართველოს აიჩია ეპშტეინური. მე არ გეუბნები ქართველმა ხალხმა. აი უყურე ეს ეხლა უყურე აი ეს ნათია ეპშტეინელი ვიღაცა ტერაშვილი. ეს არის ლესბიანკა. მე მოაშორე გადააგდეთ. ვიღაცა ვერ მივაგენი. მოიცა მივაგენი მქონი. მომასწრე საშალეს. რა თუ მაგის დედაში. ჩემო კარგებო. ვისაც არ შეგიძლია წერტილობიან საუბარი იძულებოს ნუ გავხდით კომენტარები ჩავკეტო რა. არა არ ჩაკეტო რატო მე მაინტერესებს ეს ხალხი ვინები არიან კაცო იყოს ხო ანუ ნახეთ თან მოთხოვნას აგზავნიან ბატონი პატა ჩვენ გვიცნობს ჩვენს გვათქვამით აზრი როდესაც დაანონსებული სტუმარი მყავს მასთან არავინ არ მომყავს მე მაინტერესებს მისი როგორც პოლიტიკური აზრი როგორც სამხედრო პირის აზრი ამიტომ თუ არ გაინტერესებთ ამ სისტემას აქვს ასკროლის ფუნქცია არავის არ მოვიყვანთ ტყუილად აგზავნით ტყუილად გეწყინებათ ჩემთან ეს ფორმატია სხვა ფორმატში სხვაგან მიბრძანდით არ არის პრობლემა სადაც ეს შეიძლება ეკლა ქვეყანა ხო გითხარი უყურე მე ადრე მეგონა მაინც იმედი მქონდა ამ რუსთაველზე აი მორბენალი სოდომიტების რომ რამე ქვეყანა მაინც უყვართ ტიპები ნატრულობენ რომ ღმერთო ამერიკელებო აქეთ არს გამოისროლეთ რა აქეთ გამოისროლეთო ხალხო როგორ შევხედო მაგ ხალხს რამე რომ მოხდეს რამე რომ იყოს როგორ შევხედო არ გაუხსნა ცეცხლი აბა როგორ რა უთხრა ქართველო მოდი აქა გვერდზე დამიდექი ერთი კითხი შირდე მე შენი ქართველობა მაგას დღეს რომ მაგას ინატრებს ადამიანი რაც არ უნდა ხელისუფლება გძულდეს რომ ამერიკელებო დააგბომბეთ თქვენი წყალი გადმოგვესხათ წარმოგიდგენია 160 ბავშვი მოკლეს თქვენი წყალი გადმოგვესხათ ავიტანთ 160 ბავშვი დაგვიხოცეთ ავიტანთ აი ეს ხალხი დარბის და ეს ხალხი იცინის აქ დაბლა კაცო ბატონო პატა ნახეთ იქ ვინც არიან იდეოლოგები ვინც ყავთ ისინი არიან უნაგვესი ადამიანები ეს ბავშვები მეცოდებიან მსხვერპლები არიან გამოზარდეს ესე გამოზარდეს და თეკლა დაეში მიწეს გაანებე იქ არავინ არ დგას 20 წელზე ნაკლები კაცო რაც არ უნდა უთხრას იმან რომ ესეც რამე როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად რომ შენი წყალი გადომესხეს და 160 ბავშვი დახოცეო თანახმავარ დამიხოცეო კაცო აი ეს კატეგორია ხალხი რუსთაველზე დგას და თქვენ კიდე დღემდე ქართველს ეძახით მე რომ ვამობ ყოფილ ქართველებს თქვენ ვერ მიიგებთ მაგათ თქვია ყოფილი ქართველები მაგათგან არაფერი აღარ გამოვა მაგათგან რამე რო იქნება გეუბნები ძულში მოკვდებათ იყავით წინასწარ მზად კაცო უბეთ ბიჭო თანაც ხო არ გიმალავენ კაცო გეუბნებიან წინასწარ გეუბნებიან წერენ საჯაროდ წერენ კაცო ერთი ეგ დასაფასებელია მაგათ ხრიდან რო აიო კი არ მალავენ კაცო აი ეხაც გიწერენ კაცო ეგ არის ძალიან დასაფასებელი მაგათ ხრიდან რომ ღმერთო ჩემო ამერიკა გეხვეწები დაბომბე ეს ისტორიული ქვეყანა ეს მართლმადიდებელი ქვეყანა დაბომბე შენი წყალი გადმომბე მოკალი ივანიშვილი მოკალი ის კონსერვატორი რავი აბულაძე ფეხებზე კიდე მე თუ კიდე არაბები შემოვიდეს სულ წაუღიათ კაცო ბიჭო რამე ხო არ ვიგონებ რატო ხართ ესეთი ილუზიებში მეწოდებია ვინ გეწოდება ერთი განახებ მაგათ მიეცეთ შანსი შენ გაგხლეჩავენ შუაში შენ და შენ ოჯახს კაცო ვინ გეწოდებათ ის გეწოდება რომელიც ნატრულობს და დაბომბეო ქვეყანაო ეს გეწოდებათ ხო მაშინ შეიცოდეთ კაცო და მე წუწუნი ნუ იცით ხოლმე რა მე რა ეს მოხალატეები რა გიმალავენ რამეს ჩუმად აკეთებენ არ წერენ საჯაროდ ტელევიზიით არ გამოდიან არ გეუნებია კაცო ამას მეწოდება კი არ გეწოდებათ არ მინდა ხა კიდევ თქვა რა განაზებული საქართველოა ბიჭო აი ამის მერე გახართ და წვინ არეულები შეცდომაში შეყვანილები კაი კაცო 4 წელია უკვე დარბია თუ 500 დღეა დარბიან ბეიქა კაცო ეს გიჟები ელოდებიან თავის დროს
და მე განახებენ ეგენის შეწოდება რა არის და რა არ არის რა. თუ გონია ბავშვ დაიდობე და ქართულ მოხუც. აი ეგაც. ბატონო პატა, კომენტარებში იყო ერთი შეკითხვაც, რომ ტოლვილებისაგანაც ისაუბრეთ, რამდენად ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ეხლა ცხელი მომენტია და ალბათ უფრო მაგიტო. რამდენად გაუძლებს ჩვენი ქვეყანა ტოლვილების შემოდინებას და სამეზობ თურქეთმა პირდაპირ უკვე გაცხადებულად გააკეთა ეს პოლიტიკა და აყენა, რომ ჩაკეტილი აქვს. რა ხდება მაგ აზერბაიჯანი და სომხეთი რას აპირებს, ხო არ იცით? მილიონი ქართველი ცხოვრობს ირანში. ამაზე ვინმე მიფიქრა? ნუ ყოფილი ქართველები აი ირანის რო ძალით რო წაასხეს და იქ რაღაცით. ვინმე მიფიქრა? რასეუნებით იმ ხალხს არაო? გასაგებია მათგან ქართველი აფერი აღარ აწყიათ, მაგრამ ისინი მაგას ხელზე დაიხოვებენ კაცო. რამდენი მილიონი? ჯერ ხო კიდე გეუბნები, ჯერ არაფერი არ დაწყებულა მეორე დღეა. უბრალოდ გაიხსნა პანდორის ყუთი. ბესპრიჯელის. ბომბეთ, ხოცეთ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, ვისთან რამდენი კიდე ტერორისტული დაჯგუფებები შეიქმნება. რამდენი კიდე ტერაქტები მოეწყება. აქაც ევროპაში, ამერიკაში ჯერ არაფერი ეხლა დაიწყო მეორე დღე არ იჩქაროთ, კაცო, ყველაფერი წინ არის, ყველაფერი წინ არის. მე რა შვებით, კაცო? ამათ გონიათ ეხლა შევაი დაბომბეთ და დამთავრდება, ო, ბებია თქვენისა, კაცო. თქვენ არიცით, თურმე 100 მილიონი ყოფილა ირანი, მე 82 მეგონა. ხო, აი რა ვიცი, მე ვნახოთ, ვინ მის გაიცინებს რა. მე ირბინონ ამერიკაში. და მაგათ საყრდენი უკვე აქვთ, რუსთაველზე არიან. მაგათ საყრდენი უკვე აქვთ საქართველოში. ბატონო, კითხვა გქონდათ თქვენთან და არ მინდა რომ გამოგჩეს რამდენჯერმე დაგვიწერეს. თუ იცის ინფორმაცია თუ აქ ბატონ პატას სადმე წყაროებზე ხო არ შეხვედრიაო, 7 CIA-ის მაღალჩინოსანია მკვდარი საემიროებშია და ხო არ იცით ამ თემაზე რაიმე? როგორ საერთოში როგორ? საემიროებში 7 CIA-ის აგენტია დაღუპულიო და მე ვფიქრობ რომ მეტიც იქნება ჯარისკაციც და აგენტებიც, რასაც მალავენ, რა თქმა უნდა და მცირე დოზით ავრცელებენ. ძალიან ესე იგი რუსებისგან განსხვავებით უნდა ისწავლონ რუსებმაც რა ეგა რომ დადგემენ და ვიდეოებს რო იღებენ მერე მე მგონი ბევრი რამეზე გაიხსნა კაცო ბევრი რამე უკვე შეიცვლება თურმე ესეთი რაღაცა შეიძლება მაშინ სხვისთვისაც შეიძლება რაც მოხდა მარტო ამერიკელების და ისრაელებისთვის არ თურმე ყველასთვის შეიძლება ვისაც თავი აქვს რომელ სახელმწიფოსაც შეუძლია ესე იგი მოსულა ეგეთი თემა კი ბატონო არავინ არ განახებს ისრაელში რამდენია დახოცილი არავინ არ გაჩვენებთ არც ირანში ეგეთი ზღაპრების ბევრი ეს მე როგორც ვიცი სწორი სამხედრო გათვლაა ხო ბატონო პატა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეგეთი რამე როგორ შეიძლება კაცო ეხლა ბევრი რამე შეიძლება მეთქი რო გეუნებით კაცო რაღაც ესეთი პრეცედენტი კი არა ესეთი ნაბიჯი გადაიდგა ესე იგი სხვა ძლიერ სახელმწიფოსაც აქვს უფლება ხო სწორია როგორ თუ კი მან შეძლო რა მე არ შემიძლია მე შემიძლია ესე იგი ხო ამიტომ მაგ ინფორმაციას ვინც გეტყვის რომ ამდენი დაიღუპა იცოდეთ გატყუებენ არავინ არ იცის მაგი. 1000-საც არ ამხელენ. ეს ალბათ იძულებული გახდნენ და ეგ ფაქტი გაასაჯაროვეს, იმიტომ რომ სადღაც გაჟონა ალბათ ინფორმაციამ, თორე მაგასაც არ იტყოდნენ. არა, კაცო, არ იტყვიან, ეგეთაც საერთოდ ეგ უნდა შეეგუოთ ერთ რამეს. ახლა ზელენსკის რო გითხო 55000-ზე მეტი ჯარისკაცი არ აყავს დაღუპული. ამ დროს 75000 მარტო კურსკში. მარტო კურსკში რაც გვამები გადასცეს უკვე როდენერა გადასცემენ აი კურსკში დაღუპულებია ხო მაგრამ მესმის მე არ ვამტყულებ მაქსიმაში არ ვამტყულებ ესეა საჭირო კაც არიციან ამ ხალხმა ეპშტეინურ საზოგადოებაში გაიზარდე და გონიათ რომ აი რაღაც ტელევიზიამ თქვა ეს ჭეშმარიტებაა არ არის ეგრე არავინ არ გეტყვით კაცო არავინ არ გეტყვით და მორჩა ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ ბევრ რამეზე უკვე მოსული თემაა. უყურეთ ეკლა მაგათმა გააკეთეს რა, უყურე
პირველი, რომ თელმა კაცობრიობამ დაინახა, რომ ამერიკასთან მოლაპარაკების აზრი არ აქვს. საერთოდ არ აქვს აზრი მოლაპარაკებას და ეს დაიწყო მინსკიდან. ილაპარაკეს, მე თვითონ ათქვეს, რომ იმიტომ დავილაპარაკეთ, რომ დრო გაგვეჭიმაო, რომ შეგვიარაღებინაო. მე ყატარში ჩაიყვანეს ვიღაცა მოსალაპარაკებლად, წაიყვანეს ყატარში მოკლეს. ახლა მიდიოდა მოლაპარაკებები, აგერ მოლაპარაკებები და გამოვიდა ტრამპი და უკეო, კაცო რას ლაპარაკობთო, მიღწეული გვაქვს ყველაფერი და გააქანდა ომი დაიწყო. ანუ ეს ის სამყაროა, რომ ვამბობ, ბავში ჭამიები და ბავში ხმარებიან, როგორ ამბობ, არ მინდა შევიგინო, ხო? აი სექსუალური, ხო? ესეთ იმ საზოგადოებასთან სულ ვამბობ, რა გაგც, რა ხელოდებით რო ელაპარაკებით, ან მაგის სიტყვა დასაჯერებელი. რა ფულცეზეც გინდა იმაზე მოგიწერენ ხელს. რა ფულცეზეც გინდა, კაცო? თუ მაგათ უნდა ელაპარაკო ესე, ვადგეხარ იარაღი და სო, თუ იციცო შენ იარაღი გაქვს ბირთული. მერე კაი კაცო. აი ესია ისტორიულად ეგრეა, ყოველთვის ეგრე იყო ისტორიულად. სულ მუდამ არაძოს ხვანერად არ ყოფილა, კაცო. ეს შენი ეფშტეინელები არიან, რომ ესე გონიათ, რომ მოილაპარაკეს და ხელშეკრულება დაიდო. და პაშლოტი, ვინ რაში ჭირდება შენი ხელშეკრულება, კაცო? ამიტომ ესაც გადაილახა. ბავშვები ეხლა ისაც ამ ილუზიებიდანაც გამოდით მალე, კიდე გეუბნებით, რომ ვაიმე ბავშვები დაიხოცა. ეგ კაი ხანია უკვე მიდის თქვენ, კაცო, აგერ ღაზაში, რა ვიცი, 40,000-მდე ბავშვია ჩახოცილი. რა მერე რო? და რა მერე? ვინმე რამე სანქცია უთხრა, ვინმე, რა ვიცი, ჰაგის სასამართლომ ძებნაშო და წავიდა ამერიკელებმა და ჰაგის სასამართლომ დაასანქცია. რა ვიცი, ბატონო პაატა, პალესტინაში უამრავი ბავშვი ამოხოცეს და იმაზე არ ქონია ლიბერალურ სამყაროს ერთი ამბავი ატეხი. იქაური ბავშვები არ იყვნენ? არა, უყურეთ ეგ, მაგას გეუბნები ზუსტად რომ დღეს აი ერთი აი აღარ მინდა ბიჭო შეურაცხყოფა. შენ რუსების გჯერაო? აი ბიჭო. აბიხარ რაზე ლაპარაკობ და ტიპი რას მიწერს? აი ამ საზოგადოება ბიჭო, აი რა შუაშია ბიჭო გეუბნები? პირიქით გეუბნები შეშტერო, ვინც მაგას წერო. ამ ილუზიებიდან გამოდით, კაცო მეთქი. რომ საბავშვო ბავშვი და სამშობია რომ დაიბომბა ბავშვები და ორსული ქალები ამოწყდე. მერე რა? და რა მერე? დიდი ამბავი რა. რა ვიცი, ურიები ეუნებოდნენ, კაცო, თურქსიკვდილი არ გინდა თუ აგერ იქით გადაიწიეთო, პალატკები გახსენითო. ღაზა სექტორში. და პალატკებს რო ხსნიდნენ, იმ პალატკებს ბომბავდნენ. საცეუნებოდნენ გადაიწიეო. და რა მერე რო? რა ვიცი, 300,000 გამქრალია, კაცო, ღაზა სექტორიდან. და რა მერე რო? თქვენ გიჟები ხართ აქ, ხო გონია, ეს ქვეყანა არის ერთი დიდი საგიჟეთი. რაღაცები კიდე იმ კანონებს დაასდებენ. დღესაც რო კაცი ვიღაცა რაღაცა გაეროსო, რაღაცაო იმის კონვენციები, არი ხართ და ვართ. და ეს ბრწყინვალეთ იცის ყველა ჩვენმა სამეზობლომ. ყველა მიცის ეს ამბავი, აქ რა დონის პაროდა ხალხი ცხოვრობს. შენ მისკენა ხარ? რუსებისკენ ხარ თუ ამერიკელებისკენ? ვაი შეს პატრონს. აქაც არის ეგ კითხვები, თქვენ ირანისკენ ხართ და მსგავსი პოზიციები, ბატონო პაატა. კითხვას გისვავენ ასევე და ძალიან საინტერესო კითხვაა, ვარჩევ ხოლმე რაც მნიშვნელოვანია. თეკლა პაატას კითხეთ, რუსეთი უკრაინაში აწი უფრო მკაცრად მოიქცევა თუ ამერიკისგან მოსულაო? რა თქმა უნდა, მარტო უკრაინაში? ბიჭო, იმიტომ გეუბნებით, რომ აი იმდენად ნიგრამატნიე რა, აი იმდენად ჩამორჩენილები არიან პროცესებს, ვითომ თითქოს ინტერნეტიც აქვს, ყველაფერიც აქვს. თქვენ ამათ გონიათ, რომ აქ მარტო უკრაინაში იქნება ეგ პროცესები? ხო, ნავი. ნახოთ აბა. აბა ნახოთ, შეიძლება ლონდონშიც მოხდეს, გერმანიაშიც, პარიზშიც. არავინ არაფერი არ იცით კაცო და არ ვიცით ხვალ რა მოხდება.
თურმე რაღან შეიძლება, ესე იგი ყველგან შეიძლება. იცით რა არის სიტყვა? ყველგან. ეხლა ვინმე მაძლევს გარანტიას, რომ რაც ირანს არ გამოუყენებია ეს რაკეტა ისრაელის ატომურ ელექტროსადგურს არ დასხებს. ვინმე მაგის გარანტიას აიქ რო დგას 668 კაცი იფიქრია მაგაზე რატომ სულიერი ის მოუკლეს ფეხებზე კიდე ქვაქვაზე ნუ დარჩენილა თელი კაცობრიობა აი ესე ფიქრობთ თქვენ არ იცით იქ რა ხალხი რა ფანატიკურად ხალხი ცხოვრობს და რო დასხოს რა იმად გააზრებული აქვს ნებისმიერ დროს შეეწირნონ და მოკვდნენ თავიანთი ლიდერისთვის არის მუჩენიკი მე თუ კიდე პასუხი გაეცი კაცო შენც დაბომბე იადერნი ბომბით პირიქით მაგათი ეგარი თავი რომ ჩვენ ალლახისთვის ვკდებით იდიოტი მე რა შვებით მე კიდე აქ დამიწერთ აბულაძე შენ მისკენ ახარ ბებია ჩემი ლამარასკენ მე აი ესე გიპასუხებთ რა თუ ვინმე დაიცავს იმ ატომურ ელექტროსადგურს ესე ჩერნობილი ხوار გონიათ კაცო ხანახან წაიკითხეთ ერთი რა ატომური ელექტროსადგური არის ისრაელში 10 მილიონი კაცი წამებში მოკვდება 10 მილიონი ზედ მიყვებიან საუდის არაბეთი იორდანია აი ეს თქვენ არ იცით იქ რა ამბავი შეიძლება მოხდეს მე რა შვებით ვისკენა ვარ მე მეკითხებით მე დარბი იბინეთ მე აქა კაცო მე ისინი პასუხს რო გაცემენ სოი ჩუჟოით არც იციან სოი ჩუჟოი რა არის კაცო ჩვენ რეგიონში რო ეგა მოხდა თუ არ მოხდება რატო არ მოხდება ამიხსნას ვინმე ვერ გაბედავენ პირიქით თქვენი ისი არ გინდა ციცოცხლე როგორც მაგაც სიკვდილი კაცო ალახისთვის მე რა შვებით მეთქი გეკითხულობ კიდე ამერიკაში დავბივართ მე იცინეთ კაცო აკა მე ძალიან მალე არ გვექნება სასაცილოდ საქმე ძალიან მალე არ გვექნება არავის როგორც ეპშტეინელებს სოდომიტებს სახელმწიფო მხარდამჭერებს ასევე ტრადიციულ საქართველოს აი სულ მალე აღარ გვექნება საცინლად საქმე აგერ თქვენ და აგერ მე მე ვიცინოთ ვიხარხაროთ მაგრამ თქვენ ჩაძაღლდებით აი ვინც იცინი ხართ ჩვენ როგორც წამებულები 64-ში მოვხდებით აი ესე გეტყვით რა თქვენ მამაძაღლებო თქვენ მართლა მამაძაღლებო როგორ უსურვებთ ამ ქვეყანას და ღმერთო დაბომბეო რა ბიჭო აი არა მომდის თელი დღე მაგერებს უსმე აი ტვინიდან არა მომდის რა ეს 21 ჩაშალეთ რა თორე მე დავიწყებ მე გინებათ ეხა შენ აქცენ პატივს თორე მე ეხა ეს რაც დავიწყებ ბატონო პატა კომენტარებში დავსდევ და ვერ ვეწევი ამათ ვაიმე აი სად გამომპარვია დაბლოკილია უკვე და რატო ჩანს ვინმე არ მოხსნას ბლოკი ამ ადამიანს თორე დავასუფთავებ ისე მომიწია ერთი გასუფთავება მთლიანად შევცვალე აბსოლუტურად ყველას ჩამოვართვი მოდერის ფუნქცია და თავიდან ვიწყებ ნენელა ისევ ზოგს არ ეცალა ზოგს რა საქმე ქონდა ზოგს რა და ამიტომ ბატონმა მალხაზმა მთხოვა თვითონ ჯიქობავამ რო შეხედა ძალიან ბევრი კომენტარები იყო დამამატეო და დავამატე ხა და მეხმარება ისიც ბატონი მალხაზიც კომენტარებში თავის შეკავება ვისაც არ შეგიძლიათ დაგბლოკავთ და ბატონო პატა თქვენ გეხვეწებიან კომენტარებში მე ვიცნობ და ამიყვანოს თეკლა უთხარი ბატონო პატამო ვერ ამოგიყვანთ დღეს გვაქვს ეს ყოველ კვირას იქნება აი ესე დაგეგმილად კვირაში ერთი დღე ბატონი პატა იქნება ჩემი სტუმარი ისევე როგორც სხვა სტუმრები მყავს რომელიც სტაბილურად იქნებიან კვირაში ერთი დღე ასევე იქნება ბატონი პატასი კვირა დღე მე სხვადასხვა დროს ვამთხოვ და ყოველწუთს არ ვეხვეწო აი ბატონო პატა მოდი თქვენი აზრი დააფიქსირეთ მირჩევნია ის ერთი დღე მქონდეს განსაზღვრული ბატონო პატა ნახეთ კომენტარებში იყო ესეთი კითხვაც თქვენი აზრითო ირანისგანო დარტყმების ქვეშო სომხეთი და აზერბაიჯანი სხვა არ მოიაზრება ამ საფრთხეში რა თქმა უნდა ყველა ვინ არ დაჭირდეთ ბრიტანელებს თუ ვინზე დაიხევენ უკან კაცო
ეს გარდაუვალი პროცესია მეთქი ამ ხალხს არ ესმით თორე რა გითხრათ აბა წინა კვირას ვლაპარაკობდით და ერთი კვირა გავიდა და ნახერაზე ვლაპარაკობთ უკეთ ეკლა წარმოიდგენ დუბაიში უყურე დუბაიში ყატარში ბაჰრეინში გუშინ წინის წინ რომ მისულიყავი და გეთქვა დატოვეთ სასტუმროები ჩქარა წარით აქედან ეხლა აქ ომი დაიწყებაო იცი რას გიტყოდენ დაულეკავდნენ პოლიციას და ეთქვათ ეს ფსიქიატრიულში წაიყვანეთ აი ხა მე რომ მიწერენ აქა შეზოიდი ხარო გაიგეშენ ესე რატო იცი ახლა ეს ვიღაც ეპშტეინელია ხო პედოფილი ვიღაცა ხო უყურე ისინი იმათ ვერ წარმოედგინათ რომ დღეს ვეღარ გამოდიან აეროპორტები იბომბება რა ვიცი კალაძია ჩარჩენილი დუბაიში თამარ კიკნაველიძეა ჩარჩენილი ეხლა რომ მეთქვა კალაძიესთვის არ წახვიდე კახა დაბადების დღეზე ერთი დღით წავიდა კახა არ წახვიდე იმიტომ რომ იქ შეგონე დამიჯერებდა ხო ვერ წარმოი ანუ იქ ხალხი გულაობდა გრეალებდა ფულები იყო სიმდიდრე იყო გულაინი ხაჩუ მილიარდელები მილიონერები საშუალო ფენის ხალხი გულაობდა და დაიძინეს გაიხვიძეს და ჟოპა იმ ნაკრილსა რო იტყვიან ეხლა რა დღეში არიან ანუ ხდება ისეთი რაღაცა რაც ამ ვერ წარმოგვიდგენია მეთქი კაცო შეიძლება გამოგვრჩა ახლა კომენტარში გვიწერენ ალბათ ახალი ამბავია ბაღდადში ამერიკის საელჩოში პროექტის ძალები შეიჭრნენო მე ხო მაგით დავიწყე აგერამა კაცო კი აი აგერა თუ კიდე შევატრიალებ მაგეთ ანუ აი სროლების კადრები არ მიატრიალოთ თორე დაგვიბლოკავენ ლაივს არა თან უყურებ კაცო მიაკა ხო და ვერ გამოდიან როგორ არის ბატონი კახა და რავი ჩარჩენილია ჯერ ვერ გამოყვავს იქიდან აი ესია ხალხო შეიძლება ერთ ჩვენი დღეს დავიჯინოთ გავიღვიძოთ და სხვა საქართველო დახვდეს როგორც დახვდა ბაჰრეინს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს ერახს აბა ჩვენ ვიცინოთ აკა რა ვიცი ესე ნუ მოვიტყუებთ თავს კაცო მე ყოველ შემთხვევაში ეხლა ხო გეუბნებით და ყოველ შემთხვევაში მზარდ მაინც იქნებით ხო ესეა არ ვიცი ჩვენ ხვალ რა მოხდება ფაქტი ერთია რომ დაიწყო რელიგიური ომი ხო რა ეს არ დამთავრდება თუმცა წინა გადაცემაში გითხარით 10-ულებით წლები გაგრძელდება ეს არ დამთავრდება გამორიცხული თემა შეიძლება პაუზა მოხდეს რაღაცა მაგრამ ეს მაინც არ დამთავრდება ეგ არ მოგატყუოთ ესეა ესეთ ეკლა აი ეს ხდება მარტო ცუდი კომენტარები და გაუაზრებელი ადამიანები არ გვისმენენ ძალიან გემოვნებიანი მსმენელი ყავს ბატონო პაატა ჩვენ და შემოცვენილები არიან ეს ქაჯები და ერთ-ერთი მინდა წაგიკითხოთ ბევრი მაგანი ვიცი ეგენ ცხოვრობენ ევროპაში იქიდან ეხა მიდი და აკონტროლე ხო ნუ მანდაც მივლე კაცო მანდაც ავწევთ კანტარია კაცო დაგველოდო მოვდივართ მანდაც თქვენ უპატრონოებო თქვენა ერთი გიწევთ კომენტარში ამ ადამიანს თავიდან ცოტა სხვანაირად უყურებდი მაგრამ რასაც ამბობს თითქმის ერთ კვირაშივე ხდება ხოლმე მისი პროგნოზებიო და სამხედრო პირია ატონებო და სამხედრო თემაზე როცა საუბრობს მისთვის ანალიზის გაკეთება ბევრად მარტივია არასოდეს ის პასუხს არ ქმნობს კითხვაზე როცა ეკონომიკის საკითხებზე შევეკითხები იმიტომ რომ ჩემი კომპეტენცია არ არის თეკლა და მე სიღრმისეულად ამ თემაზე მაინც ვერ ვილაპარაკებ პასუხობს ეგრე ეხლა ისეთი აფითილებული სიტუაციაა ახლო აღმოსავლეთში ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს მისი თემაა პირდაპირ და აქედან გამომდინარე ბევრად უფრო კარგად ხსნის ვიდრე დაუშვათ მე ავდგე და ნიუსის სახით რაღაც წაგიკითხოთ ვიღაცის დაწერილი ანალიზს აკეთებს იმიტომ რომ მთელი დღეები უზის და აკურდება სხვადასხვა წყაროებზე სად რა იდება რომელ ქვეყანაში რა ხდება ვის რა შეიარაღება აქვს და ასე შემდეგ თეკლა გახსოვთ წინა გადაცემაში აი YouTube-ზე დევს ხო გითხარი 23 თებერვალში შვილი დააჯილდოვეს ზაატვაგუ ხო და მისეს ორი კვირა შვებულება რა გახარებული ვიყავი ბიჭო რავი ორი კვირა იქნებ დავიძინო ერთი ამ 3-4 წლის განმავლობაში ერთხელ შვიდად დავიძინო მეთქი ჩავიდა
და ორივე უფროსი ბიჭი ეგრევე გამოიძახეს პადლონი ლოდკაში და ეს უკვე ესაც უკან დააბრუნეს ეკა. ანუ უკვე როცა ოჯახში ძალოვნები ყავს, ცოტა და შეხება მეტი გაქვს, იძულებული ხარ მეტი გქონდეს კაცო. ხო, უკვე ბიჭო ვერ მოუტვინე, მეთქი რატო უნდა მოხდა, ბიჭო, რავი, ამას ვეუბნები, მიშკა მეუთხარი, ბიჭო, რავი, 3 დღე მაინც გაჩერებული ხავით, კაცო, რა. არ ვიცი, აი ეს ეხლა სებასტოპოლში ვართ, აი ეს ყველა ისე ვზივართო, რა ხდება, არავინ არ ვიცითო. გაიგე შენ. და ის ჩაიყვანეს ატომურ პადლოდილოდკაში, კაცო. უკან დააბრუნეს. რა ხდება? რა ვიცი, კაცო, რავი რა ხდება. უკვე რატო გონებით ეხლა ისეთი საშინელი პანდორა გაიხსნა ეხლა მე მით ამ ხალხ ქართველებმა აი როგორ იცი ისი არ მოგვივიდეს როგორც 2008 წელს რა რომ ტელევიზიები ეს ჩვენი ეპშტეინური ტელევიზიები გეუნებოდნენ რომ ჩვენები უტევენ ჯავას აგერე ნეტ უკვე ეხლა ტუნელს გადავკეტავთ და ამ იმედზე დავიძინეთ და რო გავიღვიძეთ გორში რუსები და ოსები აღმოჩნდნენ. ხდები? ანუ ესეთ სიგიჟეში რო არ იყო ბიჭო, კაი, ეხლა რამდენიც გინდათ იცინეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რამე იცოდეთ, კაცო. არ ენდოთ ამ ჩვენ ტელევიზიებს, ბიჭო, თქვენი ჯანმრთელობით, თქვენი უსაფრთხოების გამო გეუნებით. საერთოდ არც მე არ მენდოთ, კაცო. ეხლა მაინც არის საშუალება, სანამ ეს ინტერნეტი არსებობს კიდე, შეიძლება ესაც მალე გადაიკეტოს. ხო, შეადარეთ, იმიტომ კი არა რომ სალაპარაკო კონდეს და რაღაცა დაწერო. შენ რო გადარჩე, სწორი წარმოდგენა რო კონდეს შენს რეგიონში რა ხდება, კაცო. მე ბიჭო, თორე რატო გონი, აი, უკვე ბევრჯერ ვჭამეთ ეგეთი რაღაცა რა. ბევრჯერ ვჭამეთ. რავი, თქვენთვის გეუბნებით, თორე აჰა, დაჯექით და უყურეთ, გინდ იმედს და გინდ იმას, ტევე პირველს და აჰა, იყავით ესე. მე რავი, მე გორში ისე რუსები და ოსები არ აღმოჩნდნენ, კაცო. პირდაღებულები რო უყურებთ, მე ეს როგორ? ბატონო, ესეთი კითხვაც იყო, რომ ევროპაში მყოფ ჩვენს ქართველობასო, ლიბერალური აზროვნების ქართველობასო, ალბათ ჯერავ იმისაც, რომ იქ არ მოხდება ტერორისტული აქტებიო და მე ვფიქრობ, მგონიო დაიწყება უკვე იქ სერიოზული ჯიჰადის ასრულებას დაიწყებენ, ხო? რამდენი შიიტი ცხოვრობს იქა ევროპაში? თქვენ არ იცით ვინ მოკლეს ეგა, კაცო, იმიტომ რომ გაუნათლებლები არიან, ამათ გონიათ მუსლიმი მოკლეს მარტო. არა კაცო, სულიერი ლიდერი მოუკლეს შიიტებს, თქვენ არ იცით რას ნიშნავს ეს კაცო. ისინი დაჟე ახლა ნახეთ კამიკაძე მკვლელები, კაცო, ევროპაში, მეტროებში, ყველგან აწი თქვენ ბიჭო, თქვენ კიდე ეხლა შეიქნეთ. ეს ხო ჯერ არც დაუმარხიათ, კაცო. აცადეთ დრო მიეცეთ, იმათმა იცია როგორ ორგანიზდებიან. ორმოციანი გლოვა გამოცხადდა ჯერ პირველ რიგში ქვეყანაში. მე როგორც ვიცი, გლოვის პერიოდში არ იციან ხოლმე ჯიჰადის აღსრულება, გლოვას როცა ასრულებენ, მერე იწყებენ და მე მგონი უფრო რთული დღეები წინ ელოდება მსოფლიოს. ის იმედით ნოიქნებიან. აქ უკვე ყველაფერზე წავიდნენ. ყველა წინააღმდეგ წავიდა. ბევრ სახელმწიფოს განახებთ მალე აქცეულს, აგერ თქვენ და აგერ მე, კაცო. ბევრ სახელმწიფოებს. ამიტომ იქ ევროპაშიც გაფრთხილდნენ ეგ საწყლები, კაცო, აქ სიცილს გაანებონ თავი. იქ გაფრთხილდნენ ბიძია. რავი, მე გაღიმებულები არ დაჩნენ. თავი იქით, ფეხი იქით, თავი იქით. რა ვიცი. დანაწევრებულები არ იყვნენ. თქვენ განახებენ როგორ უნდა შიიტები არ არიან ალავიტები, კაცო. არ გჯერათ, წამო ჩაგიყვანოთ ერთი პანკიში, არ გინდათ გაგასეირნოთ, დაგალაპარაკოთ ერთი იქ ხალხს. შეხება რო არ ქონიათ. სხვა პროცესი დაიწყო მეთქი. სხვა პროცესი, ეს პროცესი არ გაჩერდება კაიხანი, ვერ მოეწრება ჩემი თაობა, გინ შენი თაობა, თეკლაი ხო ჩემი უფროსი ბიჭზე უცროსი ხარ. ვერ მოეს ტყუილა გამოდით ამ ილუზიიდან რომ მალე არ დამთავრდება მალე ეს. რაც მალე შეეგუებით უფრო მალე ადაპტაციას პრიჟივაცა ნადა რა.
თავი კი არ მომეგ რაღაცა უნდა აუწყოთ ფერხული ამ ცხოვრებას უკვე всё დამთავრდა ის ეპოქა გადავედით სხვა ეპოქაში და ეხლა გუშინ წინ გადავედით ვაფშე სხვა ეპოქაში ჩვენი რეგიონი კაცო რას გეუნებით ცუც კი არ გეუნებით კაცო გადადით კიდუ იცინი ხართ კაცო გადადით მოემზად აი ეგ რომ მოემზადებით უკვე შენ თავს შენ ოჯახს გაუფრთხილები კაცო ვერ გიშველით ვერც ყობახიძე და ვერც ოპოზიციის ეს ეპშტეინელები რო დარბიან რუსთაველზე და ვერც ლოზუნგები აი თქვენი ნება დანარჩენი მე ყოველ შემთხვევაში მე გეუბნები და რავი მე დანარჩენი ნახოთ რაც მოხდება ეს მე აი ეს იყო შენ კითხვაზე შენ პასუხი აქ ესე არ თავდება ესე არ დაიცა ცოტა ხანი გავიდეს რა აგერ რა ვიცი პროცესი დაიწყო კიდე რამდენი სახელმწიფო ჩაერთვება რამდენი კი ამათ ეს თანაც ეს სუნიტებისა და შიიტების ესეთი გადაკიდება ესენი 200-300 წელი ომობდნენ ერთმანეთში კაცო ეხლა ნახავთ კაცო აი ესე ახთეკლა აი ეს ხდება ჩვენი შეიძლება და რა შეიძლება ნახოთ გამოსავალი კიდე ერთხელ დაღეჭილად კი დავიღალეთ ამ გამოსავალზე საუბრობთ მაგრამ ეხლა უკვე ისეთ შეხურ მდგომარეობაშია მსოფლიო შესული ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოს საკბილოდ თუ გაიგდებენ და რაღაც საჯიჯგმ ლუკმად თორე ისე არ მგონია რამე მოხდეს კარგი ჩვენს თავს და რა შეიძლება ველოდოთ არა აი ვინც მაგას გეტყვის დღეს რომ გამოსავალი არის ეს გატყუებთ არავინ აღარ ვიცით გამოსავალია ჩვენ ის რაც მე ესე მგონია არ ვიცი შეიძლება რომ უკვე გამოსავალი რამე გაქვს რა გაქვს გამოსავალი ბიჭო არა უკვე გაიხსნა ეს პანდორა ყუთი ჩვენ ძალიან მოუმზადებელი კი არა საერთოდ ვერც ვაცნობიერეთ რა დაიწყო კიდე ამიტომ რა გამოსავალზე გელაპარაკოთ კიდე გეუბნები სულ შეიძლება ქართველი გაკეთებული არ იყოს და აქედან ისეთი რაღაცები აფრინდეს არავინ არ ვიცით კაცო ოდაკ რა გამოსავალი ის გამოსავალი თუ გინდათ ნუ გვაშინებს ეს კაციო რომ წერთ თუ სიმართლის მოსმენა არ გინდათ არის ასხროლის ფუნქცია და ჩაართეთ სხვა არხები სადაც პეპლები ყვავილები და ყველგან მშვიდობაა ხო უყურეთ ეკლა წინა გადაცემაში ეს რა თქვი არისო ბიჭო აგერ ხოდებს YouTube-ზე იქნება არ დაგეზარდო და ნახოთ კაცო ყველა გადაცემაც იდება როგორც YouTube-ზე ასევე Facebook-ზე ბატონი პატა ასევე ერთვება ხოლმე ტელევიზიებში და ისიც YouTube-ზე დევს და როგორ შეუძლიათ პოვნა ბატონო პატა ეგეც შეგიძლიათ რომ გააჟღეროთ მაინც შეგიძლია დადო აი TV Plus-ი აი შენი ის რავი Facebook-ი თეკლა გოგავა რა ვიცი ანუ YouTube-ზე თეკლა გოგავა ქართულად აკრიბეთ და დევს რასაც აქ ვლაპარაკობ ეხლა გაბრაზებული იმიტომ რომ ეხლა რუსთაველმა გამაბრაზა რა აი ესეთი რაღაცა რომ დავინახე რომ ბიჭო გამოსავალი მართლა არა იქნებ მე მეგონა რომ ბიჭო ამათ რაღაცა სისხლი მაინც გქონდათ შემორჩენილი ქართული ბიჭო რა ესეთი რაღაცები თან მასიურად რომ დაიწყეს ინტერვიუს მიცემები კაცო და ამ ქვეყანას დაბომბვისკენ ბიჭო რა გამოსავალზე მელაპარაკებით ხალხო მტერი აგერ აკრავს შუაგულ თბილისში დარბის რა ის იმაზე თქვენ ბიჭო სადახართ კაცო რა გამოსავალი რის გამოსავალი კაცო ეხლა ერთმა დავიწერა ქრისტე ახსენეობ რა რომელი მხარის ეკლესია ვახსენო სახელმწიფო რუსთაველზე რო დარბიან მოძღვრები თუ დანარჩენი საქართველოს მოძღვრები რომელი ვახსენო რომელის მოწოდებაზე მივალთ შევთანხმდებით ხელისუფლების მომხრე მოძღვრების რუსთაველზე რო დარბიან იმათი თუ დანარჩენი საქართველოს მოძღვრების რომლის მოძღვრებზე შევიკრიბოთ და შევიკრიბებით და ერთმანეთს მოვუსმენთ რას ვიტყუებთ თავს ამას ხო ეხლა ხო რომ ერთი წელი ამას ყვირი ვარ შევიკრიბოთ შევთანხმდეთ სანამ გვიანი არ არის
ნო так. რა გითხრათ, ეგა გინდა დავიწყო თუ ამათ ების გაგება უნდათ რომ ხალხო თქვენ უგეშინიათ. ყველა ხო დაიხოცება მარტო ჩვენ გადავრჩებით. ამის თქმა გინდათ ჩემგან? ბიჭო, ამისთვის არის, რა ვიცი, იმედის ტელევიზია. აი პოზიტივიზე რო გადარქვა, გეტყვია რომ ჩვენზე სუვერენული, ჩვენზე საკაიფო, ჩვენზე ეკონომიკურად და ჩვენზე აი ქვეყანა არ არსებობს და ბიჭო, რავი გადადერთ და იქ უსმინეთ თუ ამაზე ესეთი მოსმენა გინდათ, კაცო. ბატონო პატა, ერთი კომენტარის ავტორს მინდა ვუპასუხო. რატომ ლანძღავთ ყველას კაცო რა უბედურება რუსთაველზე ქარში თოვლში დგას ხალხი და გამოხატავენ პროტესტს. ზუსტად აი პროტესტის გამხატველმა ხალხმა გააკეთეს განცხადებები, ღმერთო ჩვენც გვესროლე იგივე იარაღი, ჩვენთანაც მოხდეს იგივე. ხალხნო ვის უღულშემატკივროთ, ვისაც გაუხარდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვების და თუნდაც ქალების და მნიშვნელობა რა ერთი ცოცხალი ერთი ადამიანის სიკვდილიც კი არ უნდა ინატრო, როცა ქართველობაზე გაქლაპარაკი, როცა მართლმადიდებლობაზე ქადაგებ, კომენტარებში ქადაგად დამიდექით ღმერთს არ ახსენებს საერთოდო. როცა ხოცვა ჟლეტაზე ვლაპარაკობ და ქართველის სიკვდილს ნატრობს, აქ როგორ დაგელაპარაკოთ, ღმერთი როგორ ვახსენო, რა ნამუსით ვახსენო. ქონდა გუშინ ლაივი ადამიანთან ვისთან ერთადაც უფალზეც ვსაუბრობ. სხვადასხვა სტილი და ფორმატია, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობ. ხოცვა ჟლეტვაში და ერთმანეთის მოკლას რომ ნატრობ და სიკვდილს რომ ნატრობ, ამ დროს უფალი როგორ უნდა ვახსენო. ეგლა, აი ხა პატივცემულმა კახამ დაწერა საქართველოში არაფერი მოხდებაო. კახა, ჩემო ქრისტეს მიერ ძმაო. ეგრე ფიქრობდნენ გუშინ წინ. ეგრე ფიქრობდნენ ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, ყატარში, ერაყში, პირიქით, კაცო, იქ გულაობა იყო ბაბანებ და ყველაფერი, კაცო. ესე იგი, მიდი მოვდივარ თელი, ესე იგი, იქ გრიანი მიდიოდა, ვინ წარმოიდგენდა იქ რა მოხდებოდა. ეხა შეგიძლია გადართო. აი რაც ქვეყნები ჩამოგითვალე, პროსტო გადართეთ, მე არ დამიჯერო და ნახე რეები ხდება იქა, კაცო. რავი ხდება? მოხდა. რავი, მარტო ჩემი ტელევიზია ჩვენებს ამას, კაცო, ვერ გავიგე, თქვენი ტელევიზია არა ჩვენებს, ხო? ერთ პროგრამაზეა მაგათ ტელევიზიები ბატონო პატა. დავირია კაცო. რა პროგრამაზეც არ უნდა იყო? დღეს თელ კაცობრიობაში მიდის მარტო მე კადრები, კაცო. და მაგის მერე როგორ მიწერო საქართველოში არაფერი არ მოხდება? რა კითხები რა იცი? მაგალითები მანახებენ რომ არა ვარ დაზღვეული. იმიტომ რომ ჩემზე მდიდარი, ჩემზე ძლიერი სახელმწიფოებში ხდება. დავი ხდება, კაცო. მოხდა. რო გეთქვა გუშინ წინ ეგეცავი მოხდებოდა ციხეში წაგიყვანდნენ, ფსიქიატრიაში წაგიყვანდნენ, კაცო. გეტყოლით ნეს გიჟი აქ როგორ შემოუშვით ჩვენ სახელმწიფოშიო. დავი მოხდა კახა ბატონო. აგი ჩვენი ქალაქის მერი არის გაჭედილი იქა და თამარკიკნაველიძე ვერ გამოდიან. რა ვქნათ ახლა? ჯერ ხო იქ აი ეს დაიწყო თეკლა ერთი სიტყვით თუ გაიგე ეს დაიწყო ჩვენ რეგიონში და ამას ბოლო რა ვიცი რომ ბოლო არავინ არ იცის თვითონ ესენი ამობენ აკვე რომ ამ თვითონ ნებისმიერი გინ სოდომიტი გინ ტრადიციული სამყაროსი ნებისმიერი ვისაც ერთი თხადაგიგო ექსპერტს აქვს წაკითხული და რამე გავაიგებ ამ ქვეყანაზე ყველა ერთს ამბობს ეს კარგა ხანი არ დამთავრდება ეხლა გეუბნები გადაკეტილია სრუტეები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ირანის კითხვა რომ არაო ჩვენ არ მიიღეთ ნუ მოკლედ მაგრამ გადაკეტილია რავი ორი გემი ჩაძირეს უკვე ამას გადაკეტვა ქვია წითელი ზღვა გადაკეტილია თქვენ როგორ ფიქრობთ რა მოხდება აქ ფასებზე პროდუქტებზე რავი 1000 რამე ამდენი კიდე ჩაიძირება რამდენი კიდე სამალოთი ჩამოაგდებენ ჯერ ხო მთელი კატაკლიზმები წინ არის კაცო რავი არ თქვათ ეგ ეგეთ რაღაცეები მარტო ჩვენ განსხვავებულად უნდა მივაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია და რა თქმა უნდა ვთქვათ ჯობს გიჟის სტატუსით შევინიღბოთ და მოგვნათლონ რაღაც დროს ხანდახან გვიწევს გაძლება რას ვიზავთ
ბევრი მოგისმენია საკუთარ თავზე მსგავსი კომენტარები და მიჩვეულები ვართ უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. მეც და თქვენც იყოთ რომ აქ ყველაფერზე გინებით უპასუხებდით, მაგრამ აი ხა უდიდესი მადლობა თქვენ რომ ჩემთან ცდილობთ ხოლმე რომ არ შეიძინოთ და უტრიალები ყველაფერს კაცო. მაგრამ უყურეთ ეხლა რამდენი გაიხმოვა დრო და რამდენი გაიხსენებს მე რო ვთქვი ბიჭო ეს ჯარი აქ რო გვიდგას უცხო ქვეყნის მაიტა რა გადავიყვანოთ დროზე დავაყენოთ იქა ხო მაინც დგანან მეთქი რო ვამბობდი ხო ვერ გავიყვანთ ამ ჯარს უკუნითი უკუნისამდე ვერ გავიყვანთ მაგათ უკვე გამორიცხულთემა ბიჭო მაიტა რა ქვეყანა დავაზღვიოთ მეთქი გამოსავალი ნახე რამხელა რამეს ვეუნებოდი რომ შენს ტერიტორიაზე დგას კი არ დაუძახო უკვე დგას უკვე просто უთხარი რომ მაიტა რა აი გადადი აქ დადექი რა ზღვაზე თურქეთის საყვართან დადექი ახალციხის საყვართან დადექი შენ როგორ ფიქრობ აქ რომ ვიღაცის რამეს გაბედვა უნდოდეს ჩვენ გაგვიბედავენ თუ იმ ქვეყანას გაუბედავენ ხო არ გინდოდათ ესა მე ჩემი გამოსავალი გითხარით რა მე გამოსავალი რო კი კინაღამციხეში მიჭერდით ხო რავი ეხლა ვართ აგერ კაცო თავრობის და ლობჯარიაების და აგერ რუსთაველზე რო დარბიან იმათ იმედზე ხო რა ვიცი ნახოთ თეკლა რაღაც იმედზე გინდოდა ხო გეკითხე იმ სანქციებზეო სანქციების კუთხით რა ხდება და ნახეთ ძალიან ბევრს გაუხარდა იმიტომ რომ ქოცური არხია კი ბატონო მე ცოტა სხვანაირად უყურებდი მე ის ანუ იმ კუთხით გამიხარდა და იმ ფორმულირებით რომ თვითონაც იწვნიან საკუთარ თავზე როგორია დაბლოკვა და ასე შემდეგ მაგრამ აქ არავის არ უხსენებია მსოფლიო მედიაში ოცნების ტელევიზია აქ ხსენდა რომ საქართველოს არხები ეგ არის ეპშტეინელების ტელევიზია. ორად შეაფასეთ ხალხო გაანებეთ უყურე მაგენი ფულს არ მოიკლებენ მაგის იმედიც არ გქონდეთ ხალხო მაგ ილუზიიდან გამოდის რომ იმას 10,000 ხელფასი რო აქვს იმას რამე მოაკლდება შენ შეჭამ თეკლა და შენი ოჯახი შეჭამს უბრალოდ უფრო ნაკლებს ვიდრე ჭამდი აქამდე გადატანით მნიშვნელობით გეუნდებით. სულ ჩვენგან ამოიღებენ მაგ ფულს, კაცო. თქვენ საწყლება, აბა ბიჭო, მაგის ჩიტები არიან, ეხლა მე მოიკლოდ რა. ეს ერთი. მეორე. ბიჭო, რა კატეგორიის ხალხი უპადეშკებს, ამას ვერ ხედავ, მარტო მე ვხედავ ეს დედააფეთქებული თო. რუსთაველზე მყოფნის ანუ ერთი ეპშტეინელები, ერთი საზოგადოება, ანუ ადრე სოდომიტებს რო ვეძახოდი რა. ეხლა ვეძახი ეპშტეინელებს. ეს ეპშტეინელების ორი ფლანგია. ერთს ვეძახით ნაცებს, მეორეს ვეძახით ქოცებს. ნაცები უბრალოდ გამოირჩეოდნენ იმით, რომ კაცებს ხმარობდნენ და კლავდნენ, ხოცავდნენ, ესენი არ მოკლედ. ამათმა ეს არ გააკეთეს, თორე დანარჩენი ყველაფერი იგია. ეხლა გეკითხები. ამ ორ საზოგადოებამ ერთმა მხარემ რაღაცა სანქცია დაადო ამ ტელევიზიას. ბიჭო, შენ რა გეწყინა? შენი იყო ეგ ტელევიზია. ქართულ საქმეს აკეთებდა. ბიჭო, რაც ეგ ტელევიზია არსებობს, სულ პატრიარქს აგინებდა. 17 მაისი იყო და პატრიარქის დაწესებული ოჯახის სიმტკიცეს დღე იყო და რა ვიცი, სულ რა ვიცი, ასე გვატრიალებდნენ სულ ყველას. კადები არ გახსოვ. მე ამ თვალით უყურებ კაცო მაგას. არაფერიც ერთადერთი რაც მე წინა კიდევ ერთხელ დაამტკიცდა ჩემი სიტყვები, რომ ვისაც არ ეზარება ამ ქვეყანას ფეხებს იწმინდავს მეთქი კაცო. ეხლა წარმოიდგინე, ეგ რო გაებედათ აზერბაიჯანის რომელიმე ტელევიზიისთვის. შენ როგორ ფიქრობ, რა მოხდებოდა აზერბაიჯანში? ასე ხომ მოკიდავდნენ იმ ელჩს ხელს. კი არ დაებარებდნენ. ასე ეთქვე მოენძღრიაკაში შობელძაღლო 24 საათს გაძლევ დროს.
ან ეხლა ეს სიგიჟე შეწყვიტე, ან ეხლა შენ საერთოდ დავაი დაახვი ახლა აქედან რა. და იმათმა რო იციან რომ ესეთი ერია რომ ამას არ გაუტარებს, თვითონ ისინი მიხვდებიან რომ არ ღირს ამის გაკეთება. მაგრამ ისინი იმათმა იციან რა გაჩათლახებული ხალხით ცხოვრობს ეპშტეინური საზოგადოება და აქ შეიძლება მაგის კადრება, კაცო, აქ შეიძლება ფეხები შეწმენდვა. ერთადერთი ეს მიტყდება, თორე სულ გაუქმებიათ ის იმედის ტელევიზია. აგერ ახლა ტელევიზია 20 წელი ტელევიზია ჩამეცვია. ისე უქნიათ სულ გაუქმებიათ თელი საქართველოს ტელევიზიები, მაგი მე არ მეწყინოს კაცო. პირიქით, რაც მალე გაუქმებიათ მით უფრო კაი. ნაკლებად გარყვნიან ხალხს. თუ სიმართლე გაინტერესებს, აი ესე შევხედე. პროსტო ფაქტი ის არის, რომ ჩემ ქვეყანას ამცირებენ, კაცო. თუ ამას კიდე ჩემი ქვეყანა ქვია რა, ჩემია თუ არაბების ქვეყანა აღარ ვიცი, თუ პაკისტანელების. ეგ გამიწვდა მე თუ სიმართლე გაინტერესებს და ეს ერთი ქალი გამოდის, ერთი მილიონერი შაცა რა. ესე იგიო აქცია მოვაწყოთო იმედის მხარდაჭერა საჭერათო. კაი გეშენ. წარმოგიდგენია? ქვეყანაში შეიძლება ხვალ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. ეს რას განიცდის, გაიგეშენ? იმედის თანამდებობები ეპშტეინელები ფულს მიიღებენ თუ არა და საწყლები და რა დღეში შეგვიგდესო. ეს რომელი ის არის? იცი ვინა მაგათი სახე? აი საქართველოს რომ მოუწოდებდა რა. ეხლაო საქართველოსიო საქართველოს კი არა მსოფლიოში 8 მილიარდი ბავშვი ადამიანი არისო, არსებობსო. და პატარა ქართველებმა ერთ ადგილსო მოუჭირეთო, კაცო. ჩვენც უნდა შევეხიდოთო, კაცო, რომ ბავშვები აღარ გავაჩინოთო, არაო. იმიტომ რომ გადაიწვირთაო დედამიწაო. გაიგე შენ ეს დღეს სახია, კაცო, მაგ ტელევიზიის. წარმოდგენილი გაქვს იმის თავში რა იხარშება? აი, ადე ხარ მისი ფილოსოფია არსებობის, აი, კონსტიტუცია აზროვნების მისი რა არის, ხვდები? რა მაგრა კიდია ერთ ადგილზე შენი დემოგრაფიად, ქვეყანად, ყველაფერი ერთად აღებული. აი, ამათ რო და ეგეთი ტელევიზიას რო გააუქმებენ, ბიჭო, ქრისტიან კაცს არ უნდა გაგიხარდეს? ბიჭო, რა ვიცი? ცუდი ის არის, რომ ესეთი მეთოდებით ერთი პედოფილი ქვეყანა ესეთ რაღაცას უბედავს ამ ტრადიციულ და ერთდროს ისტორიულ ქვეყანას, კაცო. აი, ყველაზე ცუდი ეგ არის, თორე ისე მწუხნიათ, რა ვიცი. სულ გაუქმებიათ მაგ ტელევიზიები. ერთი მეორედ მიყოლებით. აი, ესე უყურებ მაგას. მეწყინა არა, ვირის თავფეხი. ვინც პატრიარქს აგინა, მაგათი ყველაფერი ცუდი გამიხარდება. ყველაფერი ცუდი. აი ახლა გეუბნებით, თუ კიდე ჩამთვალით ბოროტად. აი ესე ვამბობ რა, ხო? ფეხებზე კიდე რა გამოვიდა ბოდიში მოუხადა ხალხს მაგ ტელევიზიამ. ამიტომ ესე მე არ ვინაზები, აი ესე პირშევოვნები ყველას. შეიძლება ბევრს აღარ უყურავ და მაგრამ აი ფეხებზე კიდეა რა. თავარი ხარისხია და არა რაოდენობა ბატონო პატა, ჩემი საყვარელი სიტყვებია ხოლმე. აი რა გამოვიდნენ და ეგ რა პოსტებს აწერენ რა რომ ვაიმე ეს როგორ გააგვიბეთა ბრიტანეთო ბიჭო 500 დღეა რუსთაველზე ბრიტანელები დარბიან ეგენი იგივე ბრიტან პედოფილები არიან კაცო დარბიან აგერ ხო გამოჩნდა რომ ბიჭო თურმე ქვეყნის დაბომბვაზე ხელს აწერენ ბიჭო აუ როგორ არის აი დღეს ისე ვარ აჯაგრო ესე რატო იცი არ შეწყდა აი ეს აგრესია ამ ქვეყანის წინააღმდეგ ბიჭო არ შეწყდა აი ცოტა მაპატიოს რა ამ ხალხმაც რომ აი ბიჭო შეიძლება ცოტა აგრესულად და როგორია ჩემ ქვეყანა ჩემ ქალაქში ტიპები დგანან და ეხვეწებიან სხვა ვიღაცა სოდომიტებს ეხვეწებიან ერთი ბომბი აქაც გადმოაგდე ერთიო ბიჭო ხდები შენა და აქ ვიღაცა მიწეს გადარჩენა რა არისო რა გადარჩენა დაღუპულები ვართ ბიჭო უკვე დაღუპულები ვართ კაცო
აქ როგორ უნდა გადაჭრები არ ვიცი რა. ვინმეს აქ რეცეპტი მე არ ვიცი. ბიჭო ქართველი ეხვეწება, ყოფილი ქართველი ეხვეწება დამბომბე. რადონეზეს ჯულს წარმოგიდგენია შენი ისტორია, ბავშვები, ქალები, ინვალიდები, მოხუცები, ყველა რადონეზეს ჯულს ხვდები შენ კაცო. რა გადარჩენა არის? ის დაღუპულები ყოფილად და ჩვენ არ გვწოდნია კაცო. შეგვავდნენ. აი გუშინ ტაშფამდური ქონდათ, გაიგე? ისეთი ტრაგედია დაიწყო ჩვენს რეგიონში და ამათ გაუხარდათ ბიჭო. აქ კომენტარში დაწერეს აიათოლას სიკვდილი რატო გაგიხარდათ ბატონო და ამ ხალხს რა არ ესმის იცით? აიათოლას სიკვდილი კი არ გაგვიხარდა ჩვენ. ვაიმე. ამდენი ხანია საუბრობ და ეგაიგეთ თქვენ? ამ გაგვიხარდა ამ გვეწყინა აიათოლას სიკვდილი? ბიჭო, ჩვენ ქვეყანას რა სიტუაცია შეიძლება შეუქმნას ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა და რა საფრთხე შეიძლება იყოს სოფლიოსთვის ეს ყველაფერი ამაზე ვლაპარაკობთ ხალხო და ამდენი ხანი თუ ვერ გაიგეთ რაღაც გვისმინეთ მაშინ. ბიჭო, ირანელი ორჯერ მყავს ცოცხლად ნანახი სულ. ორჯერ ნახე, შეიძლება ხდები ქუჩაში, მაგრამ მე რა ვიცი ირანელია თუ პაკი ყველა შავია ეგენი კაცო. ბიჭო, ირანში შემთხვევაში არ ყოფილი ვარ და რა ვიცი თუ რაღაცა ვინმე გენოციდი მოუწყო ამ ქვეყანას, რა ვიცი, მე მგონი ირანი იყო და მონღოლეთი და თურქები და რავი, არაბები და რავი, ყველანი და რავი, რატო უნდა რავი ამის დედავატირე. აზე ხარ ხალხი რას წვინავს? წარმოგიდგენე, აი, ბიჭო, აღარ ვიცი რა თქმა, ხანდახან აზრი აქვს საერთოდ და ჩართებს და მას. ბიჭო, რავი, აი შევაქმნი, საცა ყველა იქაც ნუ მე რა, რავი, აი ესე უყურებ რა უკვე ამ საქმეს რა. აზრი აღარ აქვს ბიჭო, ფიქრობ, აბა რატო გეწყინაო რა. მეწყინა არა, ეხლა ბიჭო, საჭველთ აღარ შევჭამ რა. არც გამიხარდა უბრალოდ გეუბნებით რაც დაიწყო მაგ პროცესით, კაცო. იმიტომ რომ ჩემს სახელმწიფოში რავი 100,000-ობით შიიტი ცხოვრობს, კაცო. და მაგათ რელიგიას რო არ იცნობ შვილო, რა ვიცი, იფიქრეთ მე დარჩეთ თქვენ. და მაგათ მოუკლეს სულიერი ლიდერი. რა ვიცი, კაის რას ველოდო. რა მოუვათ თავში აზრად, რავი, სად გადაიზრდება ეს პროცესები, მე რა ვიცი. ის ვინმე გარანტირებული ხართ? რომელი ქვეყანაა გარანტირებული? კაი, ჩვენ გაგანებ, ჩვენ ხელი ჩაქნეული მაქვს. რომელი ქვეყანაა გარანტირებული? მილიონობით ცხოვრობენ ევროპაში. თქვენ როგორ ემიგრანტები იქ ხართ, რავი, მშვიდად იყოთ? მე გეუბნებით რომ პირიქით არ იყოთ მშვიდად აწი. რავი, ერთი მუხამედის რაღაცა დაწერა შარლებდომ და რავი, ტიპმა ხო ხედა შევარდა ავტომატით. და მანქანებით არ გახსოვთ როგორ ხავსო წყლიტავდნენ ევროპაში თუ დაგავიწყდათ. რავი, შიიტები იყვნენ. რა ვიცი, მე ხო არ მელადება მარტო კაცო. აი ესეა თემოტეკლა, ჩვენ ვართ რეგიონში მხარე, ეპშტეინელების მხარეს, ანუ ჩვენი ხალხი ვართ, რომელიც ვამართლებთ ჩვენს რეგიონში სულიერი ლიდერის ესეთი პროვოკაციულ მოყდინებას ეპშტეინელებისგან. და რა ვიცი, ესე არ ჩაივლით, ფასი მაინც მოგვიწევს გადახდა. იმიტომ რომ კიდე გეუბნები, რა ვიცი, უცხოურმა ტელევიზიებად გააშუქეს რუსთაველზე, რომ ისენი იყო აქციები. ეგ მაგისტრის დაკეთდა, რომ გაეშუქებინათ, ჩვენც ხო ვიცით, რომ ეს ჰაერს არ ხდება ეგეთი რაღაცეები. რატო ადრე არ აშუქებდნენ, კაცო? რატო ადრე არ აშუქეს? რა ადრეც ხო ჩაატარეს ირანელებმა? რატო არ გააშუქეს? დღეს რა უნდათ ამერიკაში რო გაიქცნენ? იმ ბუდეში გაიქცნენ, საიდანაც პანდორის ყუთი გახსნეს. იქო წახვალ დღეს. გეკითხებით, რაზე უნდა წახვიდე? ეკონომიკაზე თუ რაღაცა კულტურულ განვითარებაზე თუ რაზე უნდა წახვიდე ახლა იქ? ქვეყანა რეგიონი ჩაერთო ტოტალურს არ გეტყვი, მაგრამ მალე გადავა ტოტალურ ომში. და ვინ წავიდა იქ ამ რეგიონიდან? არც აღარც აზერბაიჯანმა პირიქით მხარდაჭერა აღმოუჩნისა.
თურქეთმა მხარდაჭერა. რავი, ეს პაშინიანი პერასკს ჩამდა. ხო, რავი, ჩვენ იქ გავარდით. ბიჭო, მეგონებით სურათი ესეა. ეს სურათია. აბულაძე კი არ იგონებს, ესეა სურათი, კაცო. ეხლა ახლოს ჩვენთან 100,000-ობით შიიტი ცხოვრობს. აგერ ირანში, რა ვიცი, აქ რამდენიც გინდა, კაცო. აი, ადიღეილები, რა ვიცი, ინგუშები, ჩეჩნე, 1000 რამეა, კაცო, კონცერტი იქნება, კაცო, თქვენ აი არის დადოთ. რა ვიფიქროთ? იქ ვერ შევწდები ამერიკას, აქ შევწდები ზატო, კაცო. საუდის არაბეთში შევწდები, ერაყში შევწდები, საქართველოში შევწდები, კაცო. მაინც მაგათი ვასალი ქვეყანაა. არ ფიქრობთ არა მაგაზე? არ ფიქრობთ, კაცო, რა ვიცი. დაგიცავენ მე კაცო, აი ეს ჩამოვა და დაგიცავთ. როგორც უკრაინელი ხალხი დაიცვეს ბატონო პაატა, ისე დაიცავენ. ყებტყელი სიტყვებით და იქიდან შეძახილებით მიდით მიაწექით ქართველებს. აი ეს არის რა გითხრა თეკლა ბოლობა, აი ასე უყურებთ. ეხლა პრინციპში ერთი კვირის მერე უფრო დიდი სურათი გვეწოდინება, უფრო ბევრი რამე იქნება მომხდარი. იქ ჩინეთებით და ესენც გუშინ უფრო რა იყო იცი, უკვე როგორ არის 2 დღე არ არის გასული. მაგრამ 2 დღის განმავლობაში ფაქტია, რომ ყველა არაბული და ისლამური სახელმწიფოები იწვის. ყველა ამერიკის ვასალი კალია მთლიანად ირგვლივ. ამას ვამბობ, რომ ყველა ამერიკის მოკავშირე ქვეყნები იწვის, იბომბება. მე ახლა ვიღაცა მე ახლა მაგაზე მაინც აღარ მაგინოთ, კაცო. რავი, მეგევნებით მოცემულობა არის ეს, რომ ესე მოხდა. ხვალ შეიძლება რა ვიცი, კაცო. შეიძლება აქეთ ახლა ისინი აქეთ დაიწყონ ყველაფერი იქნება ისე როგორც კაკნადა რო იტყვია. ფაქტი ერთია, რომ თურმე ესეთი რაღაცები მოსულა. ნადირობები თუ კი ერთ ქვეყნისთვის შეიძლება, ესე იგი სხვა ქვეყნისთვისაც შეიძლება. ხო, რამე ტყუილი თქვი ახლა მითხარით, ახლა რამე მოვიგონე რამე? თუ არ გინდა, რავი, კამერას შევატყიო და დამბლოკავენო, თორე ახლა ვეგანახებთ კადრებს როგორი აგიზგიზებულია, რა ვიცი, სასტუმროები, აეროპორტები, გემები, კარგად უკიდია ცეცხლი. რა ვიცი, თანაც ისეთ ქვეყნებში, რომ აი დოლარებს ესე რო ყრიდნენ, კაცო, აი, ქორწილებში. ой, ახლა მალე ნახოთ რა ერებს დაკრიფავენ, კაცო. დამთავრდა ეგაც, ეგ პროცესი დამთავრდა. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ეს პროცესი რო დაიწყო, ამის დამთავრების არავინ არ გეტყვის, ვერავინ ვერ გეტყვის, რა ვიცი, როდის დამთავრდება. რამდენი ადამიანები კაი, მოკლედ, ნახოთ რა თეკლა რა. ცუდი პროცესი დაიწყო ჩვენ სერგოში, თუმცა ამაზე ჩვენ წინა გადაცემაზე უფრო კარგად ვილაპარაკეთ, რომ ეს მოსალოდნელია. ახლა უფრო მეტწილად ემოცია იყო, იმ დღეს უფრო კი. თაველმა გამაგიჟა რა. ბიჭო, რაღაცა იმედი მქონდა, ახლა რომ მახსენდება, კიდე ნერვები მეშლება, კიდე ერთხელ ხალხს ბოდიშუხდი. ბიჭო, ესეთ რაღაცებს რო უყურებ შენ ქვეყანაში, არის მასიურად ხალხი, რომელსაც ეს ქვეყანა არ ეწოდება. თეკლა რასელოდები ჩემისანა ემოციის კაც, რა ვთქვა, ეგ ნაძირლები, ბიჭო, არ შემიძლია ეგეთ ლაპარაკი და რა გავაკეთო, კაცო. ეხლა კიდე თავს ვიკავი, თორემ მაგათ ეხლა ისე მინდა უტრიალო ყველაფერი რა. ამიტომ ცოტა მაპატიოს ხალხმა რომ ესეთი აგრესიით შევხვდი რა. ხო, ბიჭო. აი, სხვა გზა არა, ბატონო პატა, ლაკუცით და შენჭიმე შენგანცვათ ლაპარაკის დრო დამთავრდა. აღარ არის. მინდა აღვნიშნო ბატონო პაატა, ჯამში 15,000 ადამიანი გვიყურებდა, 800 იყო თითქმის მთელი ლაივის განმავლობაში, თამაშობდა 600-სა და 800 ადამიანს შორის. საჭიროა, კვირაში ერთი დღე ეგეთი საჭიროა, როგორც თქვენ ხართ, ასევე ახლა ამ დღეებში უკვე ვასილ პაპავასაც მოვიწვევ, იმიტომ რომ უკვე დაგროვდა პროცესები და მისი ანალიზით საინტერესო იქნება, როგორ?
ეხლა ვასილ პაპავა იყო ეხლა გეტყვი ვასილ პაპავა ხო ჩართო დღეს გააკეთა ის ჩართვა იბა ხო ისე ბოლოს გაჩერდა და თქვა ვაი თქვენ დეგენერატებო ბიჭო იქ დედის გინებები დაიწყეს აბა რა იქნებოდა მე ტიპმა ადგა დაწერა ბიჭო თქვენ აღარ ვიცი რა ახლა ანუ უყურე თუ შენ არ ეთახმები ამ ქვეყნის დაბომბვას გაიგეშე ტიპი ამბობდა რომ ბიჭო აი ესეთი ახლა რასაც მე ვამბობ ახლა ის მწოდნია ხო თელი თავის ცხოვრება მწოდნია კაცო ხო და ის უხსნიდა დეტალებში რა მაგრამ ეს არ ჯდებოდა ეპშტეინელების ინტერესებში ესეთი ახსნა გაიგეშე იქ უნდა ეთქვათ რომ ახლა ირანი წაიქცევა ესენი მოკტებიან იქ გაიმარჯვებს LGBT ამერიკა და ასე შემდეგ ეს რა თქვა მე დაწერა თქვენ გიჟებოო თქვენაო რა ამიტომ ასეთ ხალხისგან არ მიკვირს უკვე აღარაფერი რა თქმა მე რო თქვი წინა გადაცემაში ამ ქვეყნისგან ან ქართველებისგან ბიჭო რამე შევქჩა ქართული წარმოგიდგენიათ ერთი 10 წლის წინ რომ ეთქვა რომ 10 წლის წინ რა ჩემ თაობასთვის ხო ვერც წარმოედგინა რომ ქართველი დადგებოდა ოდისღაც და ეთქოდა რომ ირანს რაც გაუკეთეთ ჩვენს გაგვიკეთე ქართველი რო შეეხვეწება აი წარმოგიდგენიათ აი ამას ხო ვერ წარმოიდგენით რავი მოხდა ხდება შედით ეხლა და კი არ მალავენ ინტერვიუს აძლევენ კაცო და ამას უშვებს მეინსტრიმული მედია ვაფშე რატო ვიხედებით ირანისკენ აგერ აკავს მტრები კაცო პროსტო რესურსი არ აქვს საშუალება არ აქვს როგორც კი მეცემა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალიან ცოტაა ირგვლივ აი სახელმწიფო მტრებზე ირგვლივ ვინც ყავს მე სამეზობლო მტრები ამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი თქვენი თქმის არ იყოს შიგნით იმდენი მტერი ყავს ამათ რო რესურსი მისცეს ათითაოდ დაგუვლიან და ყელს გამოვჭრიან იმიტომ რომ ჩვენ ეს აზრი გვაწუხებს და სხვა განსხვავებულად უყურებთ ამ პროცესებს ვიმე გახსოვთ ბოკერია და მახარაძე რო იჯდა როგორ წამოწდა მე რო ხელისუფლებაში ვიყო თქვენ რა თქმა უნდა განადგურდებითო ბიჭო აი ესე წამომევიდა ცივი ოფლი რა წამოწდა მე კი მიხვდა რომ თოხლა პოლიტიკურათო დააყოლა და რომ გათვლილი რო ქონოდა ეგრევე იტყოდა გაიგეშე ანუ რატო იცი იმან ჩიხში შეიყვანა ზურიამ გაიგეშე რაღაცას დამანაზონა ხო აი თეკლა ამიტომ კიდე ერთხელ მე რაღაც დღეს რუსებმაც ტელევიზიით გაუშვეს ეს კადრები ხო რავი შეიძლება პესიმისტურად ვარ განწყობილი და რავი რის იმედი უნდა ქონდეს ღმერთის იმედზე რო ვიყო ბიჭო მაშინ ღმერთთან ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენ ერია თვითონ უფალს დაშორებული და არ მიკვირს ამიტომ იმ ღმერთმა რო გითხარი წინა გადაცემაში როგორც მოგცა ეს მიწები ისე წაიღებს კაცო ის შენი არ არის ეს მისია კაცო მისია შენი არ გეგონოს შენ აქ ქირით ახარ 80 წლით მეტი კი არა კაცო თუ მიაღწი 80 წლამდე მერევსო რაღაც არ გინდათ არ უფრთხილდები და სხვისთვის გინდათ ვისი გინდათ შენი რო არ არის ის გინდა ამიტომ ვისიც არის იმის მიხედავს კაცო მოგბეზდათ ეთყობა თქვენ ღმერთთან ცხოვრება და რა ვიცი აგერ არიან 40 მილიონიანი ერები რომლებსაც მიწა რამდენი 60 წელია მიწა აღარა აქვთ აგე ჩვენ სამეზობლოში ისე კარგად აითვისებენ ისე კარგად ჩვენი მოწონებული ცხეთად დაცული ტერიტორია თავისი მიწებით და ყველაფრით, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ, ცხეთის შემოგარენის სოფლებიც კი ნაყიდი აქვს. ვიზიტის გულისხმეთს ვიტყობ და აღარ მინდა ეს ხალხი დაუგრუზო ხა მე კი შეიძლება კიდე ერთხელ უხდი ბოდი შეიძლება აი ემოციურად აღვიქვი ეს რუსთაველზე მორბინალები თანაც სრულყოფილი ასე დასულმა ხალხი რო აკეთებდა ამ განცხადებას და თან განცხადებაც არის და
განცხადებაც რა, ანუ ამას რომ ემოციურად არ ამობდა, შინაგანი განწყობით ამობ, რომ მაგათი წყალი ხელოვნური არ იყო და იგრძნობოდა რომ გულით ამბობდა ამ ბოღმიცავს ეს სიტყვას. მივხვდი რასაც აქვს. უღირთ. ამიტომ იმიტომ ვამბობ, რომ ამას ხელისუფლების გასაგონადაც ვამბობ რა. თქვენ ერთადერთი სიტუაციური მოკავშირე ყავდათ ტრადიციული საქართველოს, რომლებსაც არ უყვარხართ. მაგრამ თქვენ არ ზულდით. მაგრამ სიტუაციური მოკავშირეები ვიყავით. თქვენ ადეკით და აქაც სიძულვილი დათესეთ მეთქი ხელისუფლებას ვეუბნები. აქაც სიძულვილი დათესეთ და იმდე გზა ჩახერგეთ ჩვენი თქვენთან მოსასვლელი გზა შეგნებულად ჩახერგეთ კაცო. დღეს განან ეგ თქვენი პარლამენტარები და გვიყვარდეს ქართველობა ერთმანეთი, ხო ხედავთ რა დრო მოვიდაო, აბულაძე ჩართეს, გაიგე შენ. კი მიუწერე იქა ეგა. Что, сука, страшно, სისუ, მეთქი იფსავთ მე უთხარი, კაცო. ბიჭო, ამას რო გეხვეწებოდით ერთი წელი რომ ტრადიციულ მოკავშირეებს ტრადიციულ სამყარო ესეთი გაკრიტიკებდნენ, შეიძლება იგინებოდნენ, მაგრამ ის მოკავშირე იყო მაინც, იმიტომ რომ ბიჭო, სასწორზე სხვა რამეედო, შენ ადიქი ის ხალხიც მოახერხე და სიძულვილში გადაიყვანე. ეხლა როგორ ახართ ბიჭებო? ეხლა აქეთი ამბობთ არა, ქართველები რომელი ხართ? მან ქართველი მითხარით, კაცო. თქვენი საგარეო მინისტრია ქართველი? რა გააკეთა ბიჭო 5 დღის წინ? რა გააკეთა 5 დღის ეხსაც დაგეკიდე ახლა კიდე მემაგინეთ, კაცო. თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი. ხო. ანუ ხმა არ მისცეს რა. რუსეთის წინააღმდეგ. ვინ მისცა? ამათმა. და ამის მერე მეუნება ეს პარტია, ეს ხელისუფლება რომ ჩვენ პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობას ვინარჩუნებთო. მალე გნახავთ მაგ სიტყვების ფასი რა იქნება. წარმოგიდგენიათ რა გააკეთე ეს? ამ დროში შენ იცი რომ თურქეთმა პროტესტის ნიშნად ამერიკელებმა არ მისცეს ხმა. კიდე და მეთქი ვიღაცა იყო ისეთი მეთქი. ამერიკელებმა ხმა კი არ მისცეს რუსების წინააღმდეგ. წინააღმდეგი მისცეს. ამათმა მისცეს ხმა. რა გავაკეთო ხლა? არ არის ეს ომისკენ მიბიძგვა, მენტალურად გეუნებით. არ არის ომში ჩართვა? ხო, ნუ, კაი, ნახოთ. კიდე ერთხელ გეუბნებით, აი ეს რაც რუსთაველზე ხდება, ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული. აი ეს ირანის დროშების ფრიალი. ირანის საელჩოსთან. მაგათი ალაგვა არ გაუჭირდებოდათ რომ დომოდათ. რა უნდა კაცო? დღეს პაკისტანში როგორც მიუახლოვდნენ ამერიკის საელჩოს, 8 კაცი ეგრევე მოკლეს. ეგრევე ტყაპანი გაადინეს 8 კაცს, ეგრევე ცეცხლი გახსნეს ეგრევე. იმათმა იციან რომ ეს სხვა რამეა. თუმცა პაკისტანი მხარს უჭერს კაცო ირანს. მაგრამ არის რაღაცა რომ ოპა, სტოპ მაშინა, შიგნით არ ააფეთქო სიტუაცია. შენ რა გააკეთე? 3 დღეა, ესე იგი ირანის საელჩოს უფრიალებ ეპშტეინულ დროშებს. თანაც რამდენი? 30 კაცი. ხო, ნუ რა ვიცი, რა გითხრათ? აი ეს ხდება ჩემო თეკლა. აი ეს უბედურება ხდება რა. ერთი და იგივე გამეორება რო არ დაგჭირდეს. ის ვერაფერს. კაი, ვერაფერს. ვიცი, ჯობს არ გავწელოთ და რაც სათქმელი იყო მგონი ითქვა ყველაფერი. დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. კვირაში ერთხელ ყოველ კვირა დღეს ბატონი პატა იქნება ჩემი სტაბილური სტუმარი.
რაღაც ახლა თუ იშვიათი გამონაკლისი მოხდა ადამიანი ან გასული იქნა სადმე ან ისე ან ასე რაღაცა ბატონ პატას თუ შეექნება რაიმე თქვათ აუცილებლობა თორე ჩემი მხრიდან ყოველ კვირას ჩემთან იქნება სტუმრად. ასევე მყავს სტაბილურ სტუმრებში უკვე ბატონი ვასილ პაპავაც, ბატონი პატა სამხედრო პირია და პლუს ამას ძალიან ემოციური ფონით ახერხებს ხოლმე ჩვენამდე სათქმელის მოტანას. ვასილი უფრო ფაქტებით და ახლო აღმოსავლეთის მცოდნეა, პირდაპირ ირანისტია და ის ისტორიული რაკურსით, ნახეთ წინა გადაცემაში რომ ყავდა ბატონო პატა მოწვეული, ისტორიული რაკურსი გააკეთა რა ფსიქოტიპის მატარებლები არიან თვითონ ახლო აღმოსავლეთის ხალხი. იქ სარწმუნოება, შიიტიზმი, სუიტიზმი, როგორ ანეთ, ყველაფერი გადაალაგა და პატარა მონახაზი გააკეთა ჯერ და შემდეგ გადმოვიდა იმ მდგომარეობაზე, რომ მარტივად გასაგები ყოფილიყო მაყურებლისთვის, რა პროცესს რა მოყვა და რის გამო მივიღეთ ეს შედეგი. პლუს ამას მყავს სტაბილურ სტუმრად ბატონი კობა კუპრაშვილი, ვთავაზობ ყველას სტაბილური სტუმრები ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ მინდა ერთ ჩიხში და ერთ სივრცეში ჩავიკეტო. ვისაც თქვათ ვერ უყურეთ, ვინც თავიდან ვერ უყურეთ, შეგიძლიათ როგორც Facebook-ზე ქართულად მიწერი, ასევე YouTube-ზეც იტვირთება სრული TikTok-ზე ამხელა 2 და 3 და 3 საათიან ვიდეო და 4 საათიანები, რო ავტვირთო ჯერ ერთი უყურებადიც არ იქნება და ამიტომ ამას უფრო ანონსებისთვის ვიყენებ ამ სივრცეს. თუ ძალიან პატარა მონაკვეთი რამე ამოიჭრა, მხოლოდ მაგას ვდებ ხო. გისმენთ ბატონო პატა. უყურე დასასრულს მინდა ვთქვა, თურქეთმა ბრწყინვალედ იცის ირანის წაქცევის მერე მისი ოჩერიდი დგება. ეს არის გარდაუვალი პროცესი. ამიტომ ყველა ირანს არ წააქცევენ, ირანს ყველანაირად დაეხმარებიან. თურქებიც, აზერბაიჯანელებით, ჩინელებიც, რუსებიც. აქ სხვა პროცესია. ლიბერალისტები იძახიან, შემდეგი რუსეთი არის ირანის მერე. ნუ მაგათი ინტელექტი უკვე ვიცით. ეს ერთი. ამიტომ ეს პროცესი კიდე ესე მარტივად არ არის. მეორე მე მინდა კიდე ერთხელ თქვა რა, რომ ბიჭო რაღაცა მინდოდა უფრო დალაგებული მართლა ამოვედი რა, ჩემ თავს ვეუბნები ბიჭო, ამდენი ყვირილი და ჩხავილი, მაგრამ როგორია და ხა მკითხულობდი რა და თან ინტერვიუს რო ხედავ, ხო გაინტერესებს ბიჭო, აქ საზოგადოება რამდენად არის მოწიფული ამ სიტუაციას რა ხდება? ამან არ გამოვიდა, კაცო, წყალი გადმოგვაწყიო, წყალიო, კაცო, წყალიო, კაი გეშენ. ამ უბედურების წყალი ჩვენ გადმოგვაწყიო და ამაზე მაპატიოს ხალხმა რა ცოტა ნერვები ვეღარ მოვტოკე, კაცო. რაც შეეხება ვასილ პაპავას რა. ბიჭო, რავი, მართლა მოიწვე, იმიტომ რომ Facebook-ზე მეგონა ახლა ჩართავდა რაღაცა მაგ ბიჭმა იცის რავი, 10-ობით წლებია მაგ საქმეში და ბიჭო, რამე ის გეტყვის და ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება რა ხო და ასე შემდეგ რა. ამიტომ თანაც ახლა ჩემ სიტუაციაში თქლა მეგონა რომ 2 კვირა ამოვისუნთქებდი და ისე გააქანეს იქით. ამიტომ ყველა გაიგოს ესე რომ რა ვიცი. ქვეყანამ ვართ ესეთ მდგომარეობაში. გითხართ ყველაფერი კარგად იქნება? არ იქნება ყველაფერი კარგად. არ იქნება, რა ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად რომ იყოს, ჯერ ჩვენ დავბრუნდეთ ეკლესიაში და ღმერთთან. ჯერ ჩვენ შევწყვიტოთ ერთმანეთის ჭამვა. ეხლა მაინც თუმცა რა შეწყვიტო კაცო, ხალხი აგერ რუსთაველზე ეხვეწება, მეც კაი დებილი ვარ რა. მე სხვას ვეუბნები გამოდით ილუზიებიდან და მე თვითონ ვარ ამ ილუზიებში რა. ბოლომდე არ გინდათ ხოლმე რომ იმედი გადაიცვალო ბატონო პატა ეს ეგ არის სიყვარული გაგდა როგორია ქართველი ყოფილი ქართველი იქნება თუ ისა როგორი ბიჭო რავი როგორ უნდა ეხვეწო სხვა ქვეყანას რომ ირანს რომ დაბომბაო გეხვეწები 1-2 ბომბი აქ ჩამოაგდო ბიჭო აი ეს როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად და ხალხი ტაშ უკრავს კაცო ამას იქ ერთი ან დედა არისო, მამა არისო, ქართველი არისო, ვინმე ბიჭო ქრისტიანი ხო, კაი ბევრი მომივიდა უკვე. ხო, ვიღაცა არისო, რომ უთხრა, ბიჭო, შენ რებს ბაზრობ აქა, კაცო. იქ რო ჩემი ოჯახი მოყვეს. უღირთ. თქვენ არ გესვით ეგ თურმე რა საშიში ძალა ყოფილა, ბიჭო, ამას ხელისუფლების გასაგონად უფრო ვამბობ, კაცო. უღირთ ხალხო თავის შვილებს გაწირავენ, ოღონდ ამ ქვეყანაზე შური იძიონ, როგორ ვერ ვაცნობიერებთ, აი მას მე არ ვიცი რა. რატო ის ბომბი რომ მოფრინავს, აქ ეფშენილები ცხოვრობენ. აბა, და ასე დავახვით აბულოდის სახს მოხდება მაინდა-მაინც, კაცო. ესე იგი უღირთ ხალხო.
აუ ჩემი გვარიც ამოწყდესო, მოყოთო ეს ქვეყანა განადგურდეს. ამას ბიჭო როგორ არ ვიცი რა და ეს როგორ გინდა ეხლა მე უემოციოთ ვილაპარაკო, რავი, მე არ შემიძლია. არა ვარ მე სატელევიზიო კაცი და არც ენა მაქვს სატელევიზიო რა. ბევრჯერ გითხოვთ ხოლმე, ჩემთან ხო აკონტროლებთ ხოლმე, ჩემი პატივისცემით, ხო ცდილობთ რომ არ შეიგინოთ და მე რა, ნახეთ, სადაც ხდება ის რომ მამაკაცები საუბრობენ და იქ მოსულა გინებით საუბარი ბოდიშთა ესეთი ტერმინისთვის, რატომაც არა, სადაც მამაკაცები საუბრობთ და რაღაცებს განიხილავთ და ხა ჩემთან მე რომ მithვალისწინებ, ხო, ეს დიდ პატივისცემას იწვევს ჩემში და მაგიტომ მიყვარხართ ასე რომ შეგიძლიათ. როცა გინდათ გამოგდით ხოლმე. ძნელია ბატონო პაატა, ძნელი ძალიან რთული ასეთ დროს ადგე და რაღაცა იმის მოშლეკით ისაუბრო. უბრალოდ მე ხალი ვარ და მე ხიგინებას ვერ დავიწყებ და თქვენგან მესმის რომ ძალიან ძნელია. ომგამოვლილი კაცი ხართ, სამხედრო პირი ხართ, ამას ყველაფერს სრული სიმძაფრით აღიქვავთ, რასაც ხედავთ ამ რეალობას და მესმის რომ მარტივად და ტკბილიენით ვერ ყვებით ამ ყველაფერს. ანუ იცი რაღაც განცდა მქონდა ისეთი რომ ბიჭო აი ეს უბედურება რაც რეგიონში დაიწყო ხო ბიჭო ვიფიქრე რომ აი ცოტა აზემოვლეთ რა იქით ამხარეთ ყველა მხარეთ და დავიწყებთ ჩალენჯს ერთმანეთად მისასვლელ გზებზე გიზი არ იყო კაცო რა ის ერთმანეთ მისასვლელ გზებზე კაცო ივანიშვილო დაბომბავთო აუ ბიჭო აუ ჩემი ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ივანიშ მაგაზე კი არ არის ბიჭო შენ ქვეყანას როგორ უსურებ ამას აი მე ვერ წარმომიდგენიათ ეხლა მართლა ერთ და ნახეთ ამ ბოლო დროს დიდი ხანია უკვე წელიწადზე მეტია თქვენს გუნდს რომელიც მხარდამჭერიც იყავით და რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებოდით აკრიტიკებთ და მიწასთან ასწორებთ ეს ერთი მე მეორე კომენტარებში ნახეთ რატო გავუსვი ამას ხაზი მარტო აქ ბიძინა ივანიშვილზე არ იყო საუბარი კომენტარებში დაიწყო გინებით იყო ლაპარაკი და მიწერენ რომ მეთქის დილობიანად დაწერეთ ძალიან ვთხოვთ აზრს დილობიანად გამოხატეთ თქო რაო ნაცებიო გიხარიაო მიშა არ უნდა მოკვდესო ხალხნო არც მიშა არც ივანიშვილი ვერცერთ ნახეთ ვერც ამ ხელისუფლებას ვერ ვეთანხმები ვერაფერში და ყველაფერში წინააღმდეგობაში ვარ. წინა ხელისუფლება ხო საერთოდ კოშმარი იყო, მაგრამ ხალხნო სამართალი და სამართლიანობა და კანონი რისთვის არსებობს, დაისაჯოს კანონით სიკვდილი ქრისტიანმა არავის არ უნდა ინატრო, მით უმეტეს ისედაც ცოტა ვარ და ჩვენი 1-2 კინკილა ქართველი სიკვდილი რო გაგიხარდება, სირცხვილია რა. სიკვდილი არ გამიხარდება და არც უსურებ, არ მინდა. ნუ მოკვდება კანონის წინაშე აგოს ბატონო პასუხი და თუ მაგრები ვართ კანონით ვაგებინოთ პასუხი აი ზუსტადაც მარხვაში ვარ და ამ მარხვაში ჯერ იდგანან ბავშვები და ვიგინდარები და იმას გაყვირიან ვაიმე საქართველოს იარაღი ესროლეთ და ვაიმე საქართველოს ისააფეთქეთ და ესააფეთქეთო როგორ უნდა ინატრო და ამათ როგორ უნდა უსმინოს საერთოდ პუტინის სიკვდილი მარტო აი უყურე რა აჰა არავის სიკვდილი ხალხნო ნიახუ სიცოცხლე რომელმაც 40000 ბავშვი მოკლა იმათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა და უკრაინაში ეხლა გაეროს ბავშვთა კომისიის იმაში შედით კომისიის განყოფილება თუ რაც ძახიან მაგ თქოს უკრაინაში დახოცილია 4 წლის განმავლობაში ორივე მხარეს ერთად აღებული აბა რამდენი თუ იცი 461 ადამიანი ბავშვი არასრულწლოვანზე გეუბნები რა 18 წლამდე ვინც არის ეხლა შედით თქვენ ღაზას სექტორში 40000 და იმათ ჯანმრთელობა იმათ სიყვარული და გამგარისა გაიგეში რა აი ამათი ტვინი ეპშტეინური ტვინის მაგას ვეძახი კაცო და გუშინ ირანში გოგოების სკოლა დაბომბეს 160 ბავშვი მოკლეს 160 ბავშვი აქ აგწერენ კომენტარში და ვინ ისჭება მე კანონითო და უკაცრავად და კანონით ვერ კანონობს და შენს ხელისუფლებას თუ ვერ თხოვრო კანონმა იკანონოს ამის გამო ქრისტიანმა ადამიანმა სხვის სიკვდილი არ უნდა ინატრო და მაგას ვსაუბრობ ზუსტად წლებია უკვე და ბოლო რამოდენიმე კვირაა მაგას ჩიჩინებს სულ საზოგადოებას არ გვაქვს გააზრებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რა ძალა გვაქვს რა შეგვიძლია აი ეს არ გვაქვს გააზრებული და მაგიტომ ხდება ეს ყველაფერი მეტი კი არაფერი რატო უნდა ინატროს სიკვდილი როცა გიძლია, რა იყო წევლაკრულო მარტივია? არ შეგვეფერება თორე, ჰა? ეხლა მე ესე დავამთავრებდი ამ გადაცემას. ჩვენ დავედით ესეთ ფაზაში.
ქვეყანა იქნება, ვინც არ უნდა კონტინენტი იქნება, რაც არ იქნება. შენ ან ხარ სოდომიტების მხარეს, ან შენ ხარ ტრადიციული სამყაროს მხარეს. ყოველგვარი დემოკრატიები, საერთაშორისო სამართლები, ესეთი სიგიჟები უკვე ყველა თანხმდებით რომ დამთავრდა, ამიტომ ყველა გიყურებთ ესე, რომელი მხარეს წარმოადგენ. შუა უკვე აღარ არსებობს. შენ ხარ ან იმისი სოდომიტების, ან ტრადიციული. ან შენ ეშმაკს ეომები, რომელმაც უკვე ომი დაიწყო შენს რეგიონში, ან შენ ხარ იმათ ხარეს. აი ეს პროცესი დაიწყო. ხო, აი ესეა შემოკარგო. მაპატიოს კიდევ ერთხელ ხალხმა, რავი, მე თვითონ არ მიყვარს ხოლმე რუსთაველზე რომ ნუ აქცევთ ყურადღებას მეთქი, მაგრამ ნუ რაც მოხდა. მაპატიოს კიდე ჩემი ემოციები, რავი, უფრო კაი რაღაცები მინდოდა მეთქო, მაგრამ თუ დამაკარგინეს ისენი რა. ნერვები გადამიყვალეს ამაზე რა. მაპატიოს კიდევ ერთხელ საქართველოს საზოგადოება. ტრადიციულმა ქართულმა საზოგადოებამ. ეპშტეინლებმაც არა კაცი, აშორი. ხო, ფასი არ ვიცით, ამერიკიდან ჩამოვლენ და გვეტყვიან რომ ჩვენი რა ფასი გვაქვს გადასახდელი. ხო, ისინი ჩამოვლენ ჩვენ ნაყოფიერი ვიზიტი ქონდა, ჩვენ ველოდებ და აი ეს ბლეაც. მაპატი, ეკლა რომ დღეს თუ გადაცემა ნელ-ნელა ცოტა ისი არ გამომივიდა რა, აი ძალიან საინტერესო იყო, მაინც იქ მნიშვნელოვანი პოლუსები იყო, მნიშვნელოვანი რაღაც მაინც გავაჟღერეთ ბატონო პაატა და ეს ემოციური ფონი სრულად გასაგებია ჩემთვის. კარგად იყავით. კაი კვირა. გითხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ იქნება კარგად. ასე გეტყვით მე. აბაჰე, დავედი ჯიგრებო. მოგესალმებით ბატონო პაატა. ყველა ძალიან დიდი მადლობა სმენისთვის, ყურებისთვის. ზრდილობიანი მაყურებელი მყავს ყოველთვის და როდესაც რაღაცა აფითილდება ხოლმე და შემომიხტებიან ხოლმე ვიგინდარები, ვცდილობ რომ დავმუთო, თუ ვერ ვასწრებ ეგ მე მაპატიეთ რომ მოგიწევთ ხოლმე ზოგჯერ შეასწრებთ თვალს უწმაწურ კომენტარებს, ძალიან წყინს ხოლმე, იმიტომ რომ თუ კი შენ არ შეგიძლია ზრდილობიანად პოზიციონირება და ზრდილობიანად პასუხის გაცემა არგუმენტებით არ შეგიძლია და მხოლოდ გინება გადგება პირზე, ეს შენი ინტელექტის პრობლემაა და მოდი ჯერ ინტელექტი აიმაღლეთ, ჩემთან მერე შემოდით. მე თვითონ ვცდილობ ყოველდღიურად ვისწავლო და გავიზარდო ხალხმა იმისთვის, რომ ვიყო კარგად მოსაუბრე, ზრდილობიანი მოსაუბრე, ვისწავლო მეტი და საკუთარი თავის გაზრდას როცა არ ვცდილობ ტკეპნი ერთ ადგილს. სანამ მაყურებელი გავა და უკვე შეომეფანტება, მანამდე გეტყვით რომ ხვალად 10 საათზე დაიწყება ლაივი. ჯაბაჟვანია კონსერვატორების საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი წევრი, პლუს ამას ტელევიზიის წამყვანი, ჟურნალისტი და უძლიერესი პიროვნება მისი მხრიდან დანახულ მსოფლიოს და საქართველოს მდგომარეობას და სიტუაციას აგვიხსნის, როგორც კონსერვატორების საქართველოსთვის პარტია მოიაზრებს იმის მიხედვით. ამიტომ ხვალსაღამოსაც გელოდებით ჩემთან საინტერესო ლაივი იქნება. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ხალხო ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ თუნდაც თქვენ არ გვეთანხმებოდეთ, უნდა უსმინოთ ყველას. თქვენ რა გონია ძალიან არ მომწონს, მაგრამ ნაცების ტელევიზიასაც უსმენ დღის განმავლობაში რაღაცა ერთ მთავარ მნიშვნელოვან მაინც რომ გამოვიტანო ისინი როგორ აზროვნებენ და ამ პროცესს როგორ აფასებენ. მე ვუსმენ ქოცურსაც, მე ვუსმენ ჩემს კონსერვატორებსაც და რატომ? სახში ვარ ბატონო, მე ვარ ჟურნალისტი ტელევიზიის გარეშე, არც სადაც არ ვმუშაობ. აი ესე მაქვს ხოლმე ლაივები და მე ამას Facebook-ზე და YouTube-ზე ვაბრძოლებ. უსამსახურო ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მე ამას არ ვნანობ, იმიტომ რომ ვერავის და არავის არც ხელის გოგო ვიქნები და არც დამკვეთის მიმღები და მე შემსრულებელი სტუმრები იქნება თუ თემები იქნება პირადად ჩემს ხასიათზე, ჩემს ბუნებაზე, ჩემს დამოკიდებულებაზე და განწყობაზეა დამოკიდებული და თუ მოგწონთ ხოლმე შევბრძანდით გვიყურეთ. დიდი მადლობა ყველას. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, გაიხარეთ. მშვიდობიან სამყაროში გავღვიძებოდეს.